Okay. დღევანდელი ჩვენ ლექციის თემა არის BERT და ზოგადად ენკოდერული სტილის ენის მოდელები, რომლებიც გვეხმარებიან არა სტატიკური როგორც word2vec სიტყვაზე, არამედ ან რაღაც სიტყვაზე რაღაც n-გრამული ვექტორები ან რაღაც TF, IDF-ი და ამ შემდეგ, ანუ არა სტატიკური ვექტორები, არამედ არა სტატიკური ვექტორები, არამედ დინამიური ვექტორები, რომელიც წინდების კონტექსტიდან გამომდინარე მიხვდება თითოეული სიტყვის მნიშვნელობას და გვექნება მთლიანად და ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ იყოს წინადადების embedding-ი და არა სიტყვის embedding-ი, იმიტომ რომ მანამდე როცა word2vec-ი გქონდა და წინადება უნდა დაგმოშავებინა, რას ვაკეთებთ, ხო? ვიღებდით თითოეულ სიტყვას გადავყავდა ის სტატიკურ ვექტორში, იმიტომ რომ word2vec არის ფაქტობრივად dictionary, ხო? ანუ word2vec-ის არტეფაქტი არის dictionary ფაქტობრივად, რომელშიც შეიხედები რაღაც სიტყვა გაქვს და ეგ სიტყვა მე დაგიბრუნებს. რაღაცა 200 ზომის ან რაღაც 768 ზომის ვექტორს და მე მაგათ გაასაშუალოებ და ვინაიდან word2vec-ში და ეგეთ სისტემებში ისეთ სიტყვები როგორიც არის მაგალითად გამარჯობა არა ბოდიში და ან თვის რაღაცა საკე გამოყოფილი თუ არის რაღაც ეგეთი სიტყვები ეგ სიტყვები როგორც წესი არ არის ხოლმე ღირებული. იმიტომ რომ ეგენ იმდენ წინდებაშია და იმდენ სხვადასხვა სიტყვაშია რომ მათი embedding-ი არაფერ ღირებულს არ გვაძლევს. ანუ იმაში რომ გავიგოთ მეილი არის თუ არა სპამი, რაღაც კონკრეტული წინდება არის თუ არა რაიმე ცუდი, ხო? მაგის გაგებაში თითქმის არ გვეხმარება ეგეთი სიტყვები რა. ამიტომაც მან რას საკეთებ ხოლმე რომ stop word-ები არსებობს, stop word-ებით წაშლი და მერე გააკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ვთქვა. აი ეგეთი stop word-ები, ქართული stop word-ების სიაც არსებობს სადღაც. Georgian stop words. რაც მახსოვს რომ GitHub-ზე იყო. GitHub-ზე იყო ვიღაცას ქონდა მის stop words. ახლა ვიბოლობ. სადღაც მახსოვს რომ იყო. German, Polish, მაგრამ ქართულიც იყო, მე სადღაც მახსოვს რომ იყო რა. აი მოდი ჯორჯიანი უეჭველი რომ იყოს ბჭყალებში, თავად ეს რაღაც ისეთი არის. დაგავაკეთე. აბა. ახლა მოგეთ ამშლობა აქ რა, სადღაც არის. სადღაც არის მოკლედ ეს ISO ის stop word-ები რა და ამ stop word-ებში არის თქვათ აი ისეთი სიტყვები, რომელიც არაფერ ინფორმაციას არ დაგიმატებს. მოკლედ ეგრე იყო ხოლმე და როცა ეს ეხლა დღესაც ვისწავლეთ ამ BERT-ს, ხო, აქ ეს გადადის საშუალებას, რომ წინადადების დონეზე კონდეს embedding-ები. ხო, ეს BERT-ი არის მოკლედ როცა დაიწყო ეს 2017-ში რომ გამოვიდა attention is all you need, ეგ რაღაც თავისი ძალიან სერიოზული კონსეკვენსებით რაც გამოიწვია, ერთ-ერთი რაც გამოიწვია იყო რომ შეიქმნა BERT. აი ეს არის პერიოდი, როცა Google-ი წავიდა უფრო ენის გაგების მიმართულებით, რაც არის BERT. თქვათ OpenAI წავიდა უფრო ენის გენერირების მიმართულებით, რაც არის decoder სტილის მოდელები GPT. ანუ BERT და GPT რო ნახოთ დაახლოებით ერთ-ერთი დროს გამოვიდა რა. თუ მეშლება GPT-1-ის paper-ი ნახოთ, აბა. ეს გამოვიდა. წელიწად ნახო. State. პამეტის ივნისში და ეს გამოვიდა. ხო, ნუ ცოტა დაუსწრები ის GPT უფრო ადრე ყოფილა დაჟე თურმე. მოკლედ Google-ი წავიდა უფრო ამ ენკოდირების ხარეს და წავიდა ამ BERT-ების ტრენინგზე და მე ამ BERT-ი რო შექმნეს, ეს არის bidirectional transformers for bidirectional bidirectional embedding abbreviation არის რომ bidirectional encoder representation from transformers, ხო? Encoder representation from transformers.
ხო და მოკლედ ამ ბერტი რო შეიქმნა მაგის მერე გამოვიდა უამრავი ვერსია. ანუ აი ეს ერთი რო გამოვიდა რაღაც აჩვენა რასაც დღეს ვისაუბრებთ. მაგის მერე იყო ბუმი. სადღაც 2 წელი იყო რაღაც საოცარ დიდი ბუმი. მაგალითად აქ შემიძლია განახოთ ერთი არის მაგალითად ბერტის მერე მეტამ გამოუშვა რობერტა. მერე ვიღაცამ ისე იმან Microsoft-მა გამოუშვა დებერტა. მერე ვიღაცამ გამოუშვა ელექტრა. და იყო რაღაც საოცარი ბუმი, მაგალითად ვიღაცამ გამოუშვა ფრანგული და დაარქვა კამემბერტი, ის ყველი რო აქვთ ფრანგული ყველი კამემბერტი მოტკბო. თქვათ, ეგ იყო, მე გერმანელებს ჰქონდათ გუტენბერტი, გუტენბერგის გამო. და რაღაც ეგეთი მე მქონდა ეგეთი იდეა თავზე რომ გამეკეთებინა შუბერტი, რომელიც იქნებოდა მუსიკის ნოტების ასეთი რა, სემანტიკური ემბედინგ მოდელი. მაგრამ იმდენად სამწუხაროდ აზიარო არ მუსიკალური ნოტების რო ვერ გამომივიდა ეგ და უცნებად არ მე ვიღაცამ გააკეთა რა და ბევრად უფრო ადრე მქონდა ვიდრე ვიღაცას. რაღაც გენიალური იდეა არის, ყოველგაც მაინც მოიფიქრებდა, მაგრამ მაინც. სხვაჯერ საქართველოს ბანკში რომ მუშაობდით, მაშინ ვატრენინგებდით, ამაზე ერთ-ერთი რობერტას ვატრენინგებდით და ეს 2019 წელი. და მახსოვს რაღაც ვეძებდით სახელს რა და გვერქმია. და მაშინ სულ გაგვიტყვა რომ ლიბერტი ბანკი არ გვერქონდა რომ ლიბერტ კარგად შედებოდა. მოკლედ ეს ხუმრობა, მაგრამ ხო დიდი რაღაც 2 წელი იყო ბუმი. რაღაც მომენტში დაპაუზდა ცოტა ეს research და უფრო GPT-ებისგან გადავლენ განსაკუთრებით 2022-ში და 23-ში და მერე თან generation-ზე გადავიდა ხალხი და რაღაც ენკოდირების ხარეს ბევრი რამე ძალიან არის ცვლებოდა. მაგრამ 2018-დან 2020 წლამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ამ სივრცეში რა. ხო ეს prior work-ებით ხან გამოტოვოთ, არ არის მნიშვნელოვანი. ანუ იდეა რა არის, რომ ჩვენ გვაქვს ერთ და იგივე სიტყვა 2 წინდებაში. აქ არის როგორც ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აქ არის ბანკი, როგორც რაც ისა რა ნაკადი, ასე თქვა, თუ როგორ ნუ გეოგრაფიული ტერმინი რაც აღარ მახსოვს რომელია რა შეერთება თუ რაღაც თუ ზოგადად ნაპირა, არ ამშლობა აქ რაღაც სიტყვა რომელიც აქ გამოიყენება, რაღაც ერთგივე სიტყვა რომელიც ომონიმები, ხო, ერთგივე რომელიც ბევრ კონტექსტში გამოიყენება. და აქ ხა ჩვენი სტანდარტული მიდგომით, როცა ქონდა word2-ი, ორივე სიტყვას ექნებოდა ზუსტად ერთგივე მნიშვნელობა. და თავარი იყო რომ რაღაცნაირად მოგვეფიქრებინა სისტემა, რომელიც ამას კონტექსტურად მიხვდებოდა. და ერთ-ერთი სირთულე ალბათ რაც წამოიჭრა არის რომ ზოგადად ნებისმიერ მოდალობაში ეს იქნება ტაბულარული დატა, ფოტოები, ტექსტი, აუდიო, ვიდეოები, აზრი არ აქვს, ხო, როგორ ფორმატს მოიფიქრებთ. ისას ყველგან supervised learning-ი არის ხოლმე საბოლოო ჯამში ამოცანა რაღაც ხრი ბოლოს რა. რომ მაგალითად გაქვს იმეილები და გინდა რომ იმეილზე არის თუ არა სპამი ეგაიგო. გაქვს რაღაც სიტყვაზე ფოტოებზე გაქვს ფოტოები და გაინტერესებს ფოტოზე რა არის გამოსახული, ხო? და ასე შემდეგ. და მან დროს ეგეთი დატის შეგროვება არის ხოლმე ძალიან რთული. თან როცა შენი ამოცანა არის რომ გაარკვიო არის თუ არა სპამი, სანამ მაგის გარკვევას დაიწყებს, ნდება სპამი არის თუ არა, ჯერ ხო ზოგადად ენა უნდა გაიგო. ანუ ზოგადად უნდა გაიაზრო აც გრამატიკული ფორმები, სიტყვების მნიშვნელობა, სანამ უშუალოდ დაიწყებ, როგორც წესი, ესე ვერ ადგები და რანდომზე ვერ მიხვდები, ენის გააზრების გარეშე ვერ მიხვდები, რაღაც სპამი არის თუ არა. ან კაი სპამს თუ მიხვდები, მაგალითად ვერ მიხვდები რაღაც უფრო რთულს რა, რაც არ ვიცი. რივიუები დადებითად თუ ნეგატიურია. მანდ შეიძლება სიტყვებს დააკვირდე, მაგრამ რაღაც პატარა ეკურესია ახალ, მაგრამ სერიოზული ეკურესია ვერ ახალ, მაგ პროსტა ესეთი მარტივი მიდგომით. შესაბამისად საჭიროება არის დიდი დატის. რომ შენ თუ გინდა რომ ენაც ასწავლო, მაგას ჭირდება ბევრი რაოდენობით დატა და დატართვაში არის ის რა, ანუ წინადადება და ისა ვერდიქტი არის პოზიტივი, ნეგატივი თუ ნეიტრალური, ხო? და ეგ ინფორმაცია რომ მოიპოვო არის ძალიან ძვირი. ეგ ხო ვიღაცამ უნდა ჯერ წინადადების შეკრას, მერე ვიღაცამ ხელით უნდა გადაუვაროს და გააკეთოს. მე მაგის ძვირში მხოლოდ არის გულისხმობა რომ ეგ არის ფულთან დაკავშირებული. ხო, ფულთანაც არ დაკავშირებული, ვიღაცას ხოლმე გადაუხადრო ეგ გააკეთოს, მაგრამ
მაგას თავდანებო ძვირი არის დროის მხრივ, დროში გაწერილი პროცესია რა. მანდ არის საუბარი რაღაც მილიონობით თუ არა 100,000-ობით წინდებაზე, რომ რაღაც ენაც ისწავლოს ამასობაში. თან არის შანსი, რომ რაღაც ახალი სიტყვა რო შემოვა, მაგაზეც დაიბნეს. ასეთნა კარგი ტოკენაიზერი ქონდეს, რაღაც უცხო რაღაც ისე თუ შენ საწყის ტექსტში სად არ ქონდა მაგასთან მიახლოებული სიტყვებიც კი, ну არის შანსი, რომ რაღაც მოხდეს რა. ხო. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს გამოსავალი არის ჩვენ ხო ვისწავლეთ supervised learning-ი და unsupervised learning-ი. რაც არის unsupervised learning-ის კლასტერირება, dimension reduction და ასე შემდეგ. თურმე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეგეთი რაღაც, ასე თქვია, self supervised learning-ი. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ თვითონვე გაუჩალჩო task-ი. ანუ აიღო მთლიანი დაულეიბლებელი მონაცემები, მოიფიქრო რაღაცა task-ი, რაზეც დაატრენინგებ და მაგ task-ის მიღწევან მაგ task-ისთვის რაღაც კონკრეტული არჩეული loss-ის მინიმიზაცია, ეცა რაღაცას მიგდებს. ვინმე ხوار. ვსო, არაფერი. და მაგ იმაში მოკლედ რა. მაგ loss ფუნქციის მინიმიზაცია როცა გინდა, აი მაგან უნდა ასწავლოს ენა, მაგალითად რა. ანუ იდეა არის, რომ შეიძლება შენ უშუალოდ არ ასწავლო. ჩვენ ხო შედავთ, რომ იმის გაგება წინადად არის დადებით თუ არ ყოფითი. მაგის გააზრებას ჭირდება ორი რაღაცა. ერთი ზოგადად ენის ცოდნა და მერე ჭირდება უკვე იმის გააზრება არის თუ არა ეგ რომელი წინადადება პოზიტიური, რომელი ნეგატიური. აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენი მიზანი არის, რომ ხართ, არ ვიცი, სიტყვაზე ხართ რომელიღაცა ფრანგული უნივერსიტეტის admission-ების, ანუ მიღებების შემსწორებელი და თქვენი მიზანია გაარჩიოთ რომელია AI გენერირებული და რომელი არ არის AI გენერირებული. თქვენ რო ეგ ყველაფერი შედოთ, ჯერ ხო ენა უნდა ისწავლოთ. და მე ენა რო გეცოდინებათ, დაამუღამოთ რას ნიშნავს როგორია AI გენერირებული და როგორი არ არის AI გენერირებული სიტყვაზე, ხო? אז რანდომ მაგასაც მომიფიქრდა. და ეხლა რასაც შევეცდებით არის რომ მოდი პირველი ნაწილი გავამარტივოთ. ანუ არსებობს უნიკალური რაღაც, რაც არის ზოგადად ენის გამგები და მე მაგის მერე შენ ზემოდან ამოცანა მაგას დააშენე. აბულარულ მონაცემებს ეგ ნაკლებად გქონდა. აი რაღაც ხრი transfer learning-ი, რაც არის transfer learning-ის იდეა, ხო? რაღაც transfer learning-ი მივიღეთ ფოტოთა მუშაობისას. ხო, შეგიძლია აიღო რაღაცა ResNet-ი 50-18 რომელიმე და ეგ დაატრენინგო შენს დომეინზე. ეგ ვისწავლეთ. და ეხლა ვნახავთ რომ ტექსტზე შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ რა, რომ შეგვიძლია რომ ავიღოთ რაღაც ზოგადად ენის გამგები და მე მაგას fine tuning-ი გავუკეთოთ, ან transfer learning-ი გავაკეთოთ. უბრალოდ კითხვა ჩდება რომ ფოტოზე რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო რომ supervised learning-ით დავატრენინგეთ ფოტოები მილიონობით ფოტო დავატრენინგეთ 1000 კლასზე, რომელიც არის რეალურ სამყაროდან, ხო, თქვათ რომ ImageNet-ი დატაზე დატრენინგებული ესა თუ ის ResNet-ი. ეგ არის ძალიან მაგარი მოდელი და მე გავაკეთეთ და ტექსტზე რა ხდება? WordWork-ით თუ გავხსოვთ რაღაც თავისად ეგეთ რაღაც ეგეთ tasks WordWork-იც რაღაც self supervised learning-ია, ხო? იმ გაგებით რომ task-ი არ ქონდა, ხო? ანუ data არ ქონდა, просто გეგდო ტექსტები და WordWork-ის იდეა, ну skipgram-ის იდეა არის, რომ მოდი ჩვენ ავიღოთ, ну ამ შობა ორი back-and-forth იმაშიც. ანუ ავიღოთ, ხო, ну მაინც აქ skipgram-ი თქვა არის, რომ ავიღოთ ცენტრალური სიტყვა და ავიღოთ რაღაც window. და თქვათ რომ ეს ყველა ვინც აქ არის, ესენი ჩვენი მეზობლები და კარგი ტიპები არიან და ვიღაცა რანდომად ავიღოთ ის ნეგატივ საფლენგით, როგორც ხდება, ხო? და ესენი ჩვენთან არ არიან ერთ კონტექსტში და მე მაგაზე დაატრენინგო, რომ ეს არის მეზობლები, ესენი არ არიან მეზობლები. ანუ task-ი გამოიგონა, ხო, WordWork-მა. და აღმოჩნდა რომ თუ WordWork-ის მოდელი არის საწყისი ემბედინგები და წრფივი ლეიერით, ხო? თუ ეგ პატარა მოდელი საკმარისად კარგ დაბალ loss მიიღებს ამ ობიექტივზე რაც ჩვენ დავუსახეთ, ხო? თუ ეგ გამოვიდა, ესე იგი მან ენა გაიგო. ენა გაიაზრა რა, რაღაც ხრი, ხო? თუ ეგ მარტივი არ არის ესე რანდომად დაბალ loss ვერ აიღებ, არ არის ეგ მარტივი task-ი გაიგო ორი სიტყვარი თუ არა ერთ კონტექსტში.
მაგრამ ნუ WordWork-ისაც ახლა არ ითვლება საუკეთესო მოდელად, არ ითვლება ბევრი მიზეზის გამო, თავისი ლიმიტირებული სტატიკურობის გამო, ესაც ეგ task-ი, რასაც იხსნება, ეს მეზობლობა უცნაური არის რა, არ არის ხა ძალიან ბუნებრივი task-ი და ეს ბევრი false positive-ები და რაღაც false negative-ები გაქვს, როცა იღებ negative sampling-ით სიტყვებს, ხო? ხო და მაგ ყველაფრის ძალიან კარგი ბუნებრივი გადაჭრა არის BERT-ში. ანუ სანამ ვიტყვით BERT-ი რა მოდელია რა და ზოგადად ანუ როგორი ტრანსფორმერია და ასე შემდეგ, რაც წინაზე გაიარეთ, ხო? გიორგისთან. მანამდე უბრალოდ აგიხსნით აი ამ მოცემულობას, რაც არის mask language modeling, MLM-ი რა. ეს არის self-supervised, ეგეთ შენი თავისთვის გაჩალიჩებული task-ი, რომ ამ task-ს ახლა შენ გააკეთებ MLM-ი ერთია, შეგიძლია გააკეთო, არ ვიცი, RNN-ით, LSTM-ით, შეგიძლია გააკეთო, არ ვიცი, ნებისმიერ რაღაც აზრი არ აქვს. ანუ ეს BERT-ი არის MLM-ის და ტრანსფორმერის კომბინაცია, და კიდე ერთი რაღაცასაც მე ვიტყვით. მაგრამ სამგებებული MLM-ი არის ესეთი იდეა, ფილოსოფია, რომ მოდი ავიღოთ წინადადებები 15% ტექსტი სიტყვების, ან ჯერ ტოკენიზაცია გავაკეთოთ, ან რაც წინაზე გაიარეთ, ხო, ეს საბორ ტოკენიზაცია სხვადასხვა იმით, ხო? ესა WordPress იქნება, BPB იქნება თუ რომელი ხო, თუ რომელი იქნება, ხო? აიღე და პროსე ტოკენიზაცია გავუკეთე და MLM-ი ამბობს, რომ მოდი 15% დავმასკოთ. ანუ აქ რო იყოს the man went to store to buy a gallon of milk, ხო? ეს სიტყვა ესწრება ხო გვაქვს? და 15% ამ თვაში ორი სიტყვაზე მასკი, აი ეს აქ story და gallon-ი და ჩავანაცვლოთ სპეციალური ტოკენით, რომელსაც ჩვენ დავარქვით masks. იმიტომ რომ მოდელი ხო მაინც ამ სიტყვებს არ ხედავთ, ეს პროცესი ჩვენთვის არის რა. ა masks ტოკენი იქნება, რომელსაც არის თქვა ნომერი 3712, random ნომერი. ან როგორც არ არის ხოლმე ეგეთ random ნომერი. აი ეგ ჩასვი. ეგ ჩასვი და მე ესენი შეუშვი სადაც გინდა, embedding-ები გამოიყვანე, ხო, ბოლო layer-ზე რომ იხვალ. რაღაცა ერთი წრფივი layer-ი ქონდეს, რომელსაც ყველას ერთგვარი წრფივი layer-ი იქნება. რომ ეს მასკი შენ ხო იცი რომელია. და ამ სიტყვაზე უთხარი, აი ამ სიტყვის embedding-ი აიღე და უთხარი აქ რა არის ჩანაცვლებული. ანუ კლასიფიკაცია გააკეთე მთელ vocab-ზე. ეს vocab-ი ხო გაქვს სიტყვაზე, ანუ vocab-ი იცით რა არის, გახსოვთ წინა ლექციიდან vocab-ი რა არის, vocabulary რა არის ჩვენთვის? შეგიძლია მითხრა გიორგი? რადგან like-ით რა ნახე. ბარე, განვიხილავთ ერთად. ანუ vocab-ი ხო უბრალოდ ანუ ჩვენ ანუ რაღაც training dataset-ი რაც გვაქვს, მაგას ტოკენიზაციას უკეთებდა და ეგა ჩვენი vocab-ი როგორც. ხო, უნიკალური ტოკენების სია. ხო, უნიკალური ტოკენების სია. ხო, რომელსაც ახლა სხვა ალგორითმი სხვა დაგეთებ, შეიძლება შემოთხარ რომ აი 60,000 მინდა, ან რაღაც აკონტროლებ ზომა რა ზომის იქნება და თქვათ არის კლასიკური არის ხოლმე, თქვათ 30,000 ტოკენი თქვათ რა კლასიკური. და ამ 30,000 ტოკენში ჩვენ ვეუბნებით რომ აი აქ კლასიფიკაცია გამიკეთე ამ softmax-ის და ყველაფრით 30,000-ის ალბათობები. ანუ 30,000 vocab-ი რა ალბათობებით არის, რა სიტყვა რომ რა ტოკენი რა ალბათობით არის რა. ანუ კლასიფიკაცია ამოცანა ჩვეულებრივი. და მე ეს სწორი პასუხად შენ გააქვს უკვე სწორი პასუხი, შენ ხარ ისვით დამალე, ხო? ანუ ჩვენ ხო მაგაზე წუწუნებთ, რომ ჩვენ სწორი პასუხები არ გვაქვს. რომ ჩვენ არ გვაქვს ზოგადად სწორი პასუხები და როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა ვასწავლოთ მოდელს ენა, როცა ჩვენ არ გვაქვს supervised data, ხო? მაგრამ მაგაზე გამოსავალი არის, რომ ესე იგი ჩვენ tasks ჩვენთანს უჩალიჩებთ. ვიწყებთ დამასკვით და ჩვენ ხო ვიცით რომელი ადგილი დავმასკეთ და რა დავმასკეთ. ეგენი ხო ვიცით ჩვენ? ანუ სატრენინგო data გვაქვს. და ვეკითხები, რომ აბა მიდი გამოიცანი ამ embedding-ით გამოიცანი რა არის სწორი პასუხი. იქნება ამ ეს embedding-ი შევა ერთ წრფივ layer-ში, გამოვა ბოლოში embedding-ი, ისე გამოვა ბოლოში probability-ები softmax-ის მერე და მიდიება დაატრენინგე რა. მიდი ახლა და სწორი პასუხი არის story და backpropagation წავა. ერთი აქედან წავა, ერთი ლოსი აქედან არის, მეორე ლოსი აქედან არის, ეს ორივე ხო ყველა მას და მე მიდიხარ უკან რა. შორ backpropagation-ი. აქ ეხა ანუ მოდელი არც გვაინტერესებს რა, ისედაც ვსაუბრობთ mask language modeling-ზე. ჩვენთვის არ არსებობს მოდელი, არ დავდოთ მოდელზე რა. იდეურად არის BERT-ის თავარი იდეა არის ეს mask language modeling.
კიდევ ერთხელ გავამეორებ, რა ყველა წინდებაში, რაც გაგზავნებები, 15%-ს სპეციალურად ანაცვლებ mask ტოკენით. ესეც შენი ერთად თუ გაქვს 30000 ზომის vocabulary, ერთს დავუმატებ და გინდა 30001. და ეს mask ტოკენით ჩაანაცვლებ. ამასაც თავისი embedding layer-ი ექნება, ვნახავთ. embedding layer-ი კი ამ embedding layer-ში ექნება თავისი ადგილი, თავისი embedding-ი. მე ესენი მოდელში შევა და ბოლოში რო გავა, იქიდან ჩვენ ხო ვიცით რომელ პოზიციებზე იყო. იმ პოზიციებზე გადავატარებთ few layers, გავაკეთებთ logit-ებს, ამ logit-ებზე გავაკეთებთ softmax და დავატრენინგებთ ჩვეულებრივად კლასიფიკაციის მოდელს, რომ აქ story იყოს story პასუხი. რა თქმა უნდა, აქ რატო არის, რა ვიცი, story-ის მაგრად იყოს სუპერმარკეტი. ეგეც თუ ერთი ტოკენი, ან მარკეტი, ან ბაზარი, ხო? რატო არის story, ხო? ანუ ეს რა თქმა უნდა, აქ რაღაცა ბევრი ისინი გვექნება რა, რომ false positive, false negative, რომ ჩვენ თუ ეგ არ არის სწორი პასუხი და ამ დროს სინამდვილეში იქნება რა, ეგეთი რაღაცები გვექნება აქაც, მაგრამ ნუ ეგ არ არის დიდი პრობლემა რა, ისაც, რავი, რადგან ეწელებაში ბევრი ის არის, არ არის ეგ დიდი პრობლემა ჩვენთვის. და აქაც ახლა გალონის მაგრამ შეიძლება რაღაც სხვა სიტყვა ჩაჯდეს აქ დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა ეგ პრობლემაა, მაგრამ როცა ატრენინგებ მილიონობით ზანდებას, ესეთი მომენტები აღარ არის მნიშვნელოვანი რა, ანუ მაგდენ სიტუაციაში ეს noise აღარ არის რა, დიდი noise არ არის ეგ რა. მე ვნახავ თქვათ ახლა შემდეგ ლექციაზე გაარჩევთ ელექტრას, რომელიც ამას ცოტათი უფრო კარგად უდგება ამ მომენტს რა. ხო, ანუ what is the value of k? K პროცენტი თორე, k პროცენტი როგორც არის ხოლმე 15%, ხო, თუ ცოტა გავაკეთეთ მაშინ too little masking, აი რომ გამოთვლითად არის ძვირი და ხო, ანუ იმიტომ რომ ცოტა სიგნალი გამოთვლითად ძვირი რატო არის, იმიტომ ცოტა სიგნალი გექნება და ცოტა სიგნალი რო გექნება, მე ტრენინგი დიდხანს მოგიწევს, ხო, იმიტომ ეს გრადიენტი meaningful არ გექნება რა, ბევრჯერ უნდა დაატრენინგო, რომ რაღაც გამოგივიდეს და თუ ძალიან ბევრი ქენი, ხა წარმოედგინ აქ პირიქით 5 ეს ორი სიტყვა დაგეტოვებინა და ამაზე გეთქვა მასკები. ხო შეუძლებელია მაგის გაგება, ანუ კონტექსტი იკარგება და ანუ ვერანაირი ენის პროფესიონალი ვერ გეტყვის რა წინდება არის, რა პოტენციურ წინდებებს, ხო, სისულელი არის და ძალიან ბევრი ნოიზი გექნება და ვერ დატრენინგდება რა. ხო, როგორ ირჩევა ეს 5%? როგორც წესი ეს ირჩევა ხოლმე, რაც რანდომად რა, სემპლი რომ ყველას თანაბრად მოუწიოს, ყველა პოზიციას თანაბრად მოუწიოს, რომ პოზიციაზე არ იყოს დამოკიდებული, რომელ პოზიციაზეა რა. მაგას არ კონდეს დიდი მნიშვნელობა. ასევე ერთი არის, რომელიც ბევრს გამორჩება ხოლმე, ამაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე, რა არის უმნიშვნელოვანესი იდეა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შენ ამ 15%-ს პირდაპირ ყველას მასკით არ ანაცვლებ და გეტყვით რატო. იმიტომ რეალურ სამყაროში, როცა უკვე მე ამის გამოყენებას დაიწყებ, ამაზე დაიწყებ transfer learning-ს, ეს იქნება შენი ზოგადი ენის გამგები მოდელი, ხო? იქ ხო მასკებს აღარ გამოიყენებ, იქ ხო ჩვეულებრივი სიტყვები გექნება. და შენ თუ მასკით დაატრენინგებ, არის შანსი, რომ მოდელმა ისეთი რაღაც ისწავლოს, რომ ყველა თავისი embedding-ი ააგოს ამ მასკ სიტყვასთან პოზიციის მიხედვით და ბევრი რაღაცით რა. და მოგეთ ისაც რა ზოგადად დისტრიბუციის შეცვლა არის რა, ანუ მანამდე მასკი სულ ქონდა, ეხა აღარ გაქვს ვაფშე. ეგ დიდი ალბათობით ძალიან განსხვავებულ მოდელებს მოგცემს, ძალიან დიდი ალბათობით რა. ძალიან მოდელს ძალიან სხვა პერფორმანს მოგცემს, ხო? ამიტომაც რასაც აკეთებენ არის რომ 80-10-10 corruption-ს ეძახიან რა, დაბინძურებას, ხო? და შეიძლება მასკით აკეთებ და სხვა აბინძურებს სპეციალურად აფუჭებ დატას რა. ხო. და ეხლა რას აკეთებ? რა, ანუ 80% შემთხვევაში რას ვთქვით, ზუსტად მაგას აკეთებ. 80% შემთხვევაში. ან მასაც არ ანდომებ რა, თითოეულ 15% სხვა ერჩევ და თითოეულ სიტყვაზე მოკლედ 80% შემთხვევაში ანაცვლებ მასკით, 10% შემთხვევაში ანაცვლებ რანდომ სიტყვით. ან vocabulary ნიღებ რანდომ სიტყვას, რომელიც შეიძლება კონტექსტუალურად ჯდებოდეს, შეიძლება ვაფშე არ ჯდებოდეს, მაგრამ აზრი არ აქვს. და 10% შემთხვევაში იგივე სიტყვა არის. და ეს არ ცვლის არაფერს. ანუ ეს არგულად რითი ჩაანაცვლებ, ხვდები? ან საკუთარი თავით ჩაანაცვლებ, ან რანდომ სიტყვით, ან mask ტოკენით. ეს რაც არ უნდა იყოს, მე როცა ადიხარ ბოლოში, ხო?
ისევ აკეთებ იმის predictions. ამას ისევ აკეთებ. პროსტ აქ საწყისი რაც მოდელში შევა მასკის მაგირად იქნება, არ ვიცი, მაგალითად ფეხბურთი. ან მასკის მაგივრად იქნება story, საკუთარი თავი რა. და ამით შენ მოდელს ფაქტობრივად უბიძგებ, რომ მოდელმა ისწავლოს ბევრი რაღაც. ანუ ისწავლოს რომ საკუთარი თავზე, საკუთარი თავი, სწორ სიტყვა რო სწორი კონტექსტი აქ ისწავლოს. ან არასწორი სიტყვა თუ ეწერა, მაგაზეც მიხვდეს, რომ აქ სხვა სიტყვა ეწეროს. ანუ გამოწევ მთლიანად წინადადება გაიაზროს, აი ამოტრიალებად ყველაფრიან გაიაზროს წინადადება რა. და თქვენც რო დაფიქრდეთ, თუ მოდელი შეძლებს, რომ ამაზე ლოსი კარგად შეამციროს, აი ამ task-ზე რა. რომ მე mask language modeling-ზე თუ შეძლო კარგად შემცირება ლოსის, ეს ნიშნავს, რომ ამ მოდელმა ენა იცის, ხო? იმიტომ რომ ამ მოდელმა იცის, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობას ხვდება რა, ხვდება რომ იმიტომ რომ ეს embedding იმდენად rich იქნება, იმდენად დიდარი იქნება, გამდიდრებული იქნება სემანტიკური მნიშვნელობებით, რომ მიხვდება რომ ამ კონტექსტში ამ სიტყვის იმენა მხოლოდ ამ სიტყვის embedding-ის მიხედვით, რომელშიც მხოლოდ რა attention-ით და რაღაცებით ხედავ ყველაფერი მოქმედებს ამას და ეს აქ მთლიანი კონტექსტური ვექტორია, მაგრამ მარტო ამ სიტყვის ვექტორზე შეხედვით ხვდება რა სიტყვა უნდა იყოს აქ. ჩანაცვლებ რა სიტყვა აქ, ხო? ეგ იმდენად ისეთი მნიშვნელოვანი სიგნალებია, რომ ფაქტობრივად შეიძლება თქვა, რომ ამას ენა ესმის, ანუ სემანტიკა ესმის, ეს არ ნიშნავს, რომ ამით შეგიძლია გენერაცია წინადადების, ხო ის GPT-ც ალკე რაღაცა არის. არც იმას არ ნიშნავს, რომ ამით ეხა შეგიძლია ორი წინადადება აიღო და რომელი არის ძალიან ახლოს, ეგ გააკეთო. მაგასაც შემდეგ ლექციაზე ნახავთ, როგორ sentence transformer-ი. BERT-ის აი ზემოდან ატრენინგებ კიდე რაღაცნაირად, რომ კიდე უფრო კონკრეტული რომელებია ერთნაირი, რომლებია განსხვავებული წინადადებები, ეგ რო დაამუყამო რა. მაგრამ ასე ეს მოკლედ ამუღამებს ზოგადად წინადადების არს. გრამატიკა გინდა, არ ვიცი, სემანტიკა გინდა, ყველაფერს ამუღამებს მოკლედ რა. ეს მოკლედ 80-10 არის ეს იმისთვის, რომ overfit-ი არ გამოგივიდეს გაუაზრებლად. overfit-ი რაზე? რომ შენ ყოველთვის მოცემულობა ქონდეს, რომ ყოველთვის მასკია. და იქ მერე დადებილდეს რეალურ სამყაროში, იმიტომ რომ მასკი აღარ ხვდება შიგნით. და ეს აბალანსებს მაგას რა. ხო, რატომ? იმიტომ რომ მას ტოკენები, ანუ როცა უკვე მე დაიწყებ ამის გამოყენებას, მას ტოკენები არ შეგხვდება და რა აზრი აქვს. ოკეი, რამე კითხვა ხო არ გვაქვს MLM-ზე? ოკეი. კი ბატონო, ეს გვაქვს ესე იგი 90-10-ზე corruption-ი რა. შემდეგი task-ი, რომელიც BERT-ში შემოიღეს, მაგრამ შემდეგ შეცვალეს რობერტაში და ნუ მაგის მერე ზოგშარი, მაგრამ უმეტად აღარ არის. იყო ეგეთი task-ი next sentence prediction-ი. რომლის მუღამიც რა არის? რა, ეხლა ვიზუალურად ნელა ქვემოთ განახებთ კარგად რა. რომ ზოგადად BERT-ის ესეთი მიდგომა, აი ეს MLM-ი, ხო? ეს MLM-ი კარგად გაძლევს სიტყვის embedding-ს, რომელიც სიტყვა კონტექსტში. ხო? და მე თუ გინდა რომ ამ წინადადების embedding-ი აიღო, ამ სიტყვებს გაასაშუალოებ და სხვადასხვანაირი ალგორითმი არა, რომელსაც აშუალოებ რა. ასაშუალოებ ამ embedding-ს. სხვადასხვა სიტყვებს embedding-ზე ყველა თავის რაღაც გადაფარვის ლოგიკა, ეს გადაფარვის ნიშნულობა აქვს და საბოლოო ჯამში საკუთრივ მაგარი embedding-ი გამოდის. მაგრამ თავიდან BERT-ი შექმნილმა იფიქრეს, რომ ეს გასაშუალოება არ არის ეგეთი კარგი სტრატეგია. ჯობია რომ რაღაცნაირად ბუნებრივად რაღაცა ერთი ტოკენი ავიღოთ, სადაც ყველა წენდება მაგით დაიწყება, აბსოლუტურად ყველა წენდება მაგით დაიწყება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ, რომ აი აქ ჩაიწერება ყველა წენდების embedding. ანუ მე რეკება სიტყვის embedding-ი, ყველა წვას თავის embedding-ი იქნება და ეს სიტყვის embedding-ი პასუხისმგებელი იქნება თავის საკუთარ მნიშვნელობაზე წინადადებაში. მაგრამ ეს უშუალოდ CLS იქნება პასუხისმგებელი ზოგადად მთლიანი წინადადების შინაარსზე. ეს იყო იდეა, მაგრამ ახლა კითხვა ხდება, რომ რა მექანიზმი უნდა მოიფიქრო, რომელიც გიბიძგებს იმისკენ,
რომ ეგეთი ინფორმაცია რომელიც მოდელს უბიძგებს, რომ ეგეთი ინფორმაცია შეინახოს ამ embedding-ში, ხო? ანუ ისე დატრენინგდეს, შეინახოს უბიძგებს ახლა რაღაცა saves კი არ უშვებს და წეტილი კოპის კი არ აკეთებს და რაღაც ეგეთი, ხო? რაც ხდება არის, რომ backpropagation რო ხდება, რომ მან გროვდება კარგი embedding-ები, მან წენების ნიშნობები გროვდება, ასე ვთქვათ რა. და იდეა რა არის, რომ ყველა წენდება მოკლედ იწყება CLS, რომელიც არის classification-ის 300-იანი შემოკლება. 300-იანი შემოკლება მოკლედ ეგ არის ტოკენის, ასევე დამატებით ტოკენი, როგორც მასკი არის დამატებით შექმნილი ტოკენი, ეგეთი სპეციალურად შექმნილი ტოკენი არის CLS-ი. და ყველა წენდების ბოლოს იქნება სეპარატორ ტოკენი. კიდე ახალი დამატებით ტოკენი რა. და როგორც წესი ატრენინგებენ ახე 50% შემთხვევაში გექნება მხოლოდ ერთი ხო ანუ ნახე აი ეს ორი წენდება იქნება გადაბმული ერთმანეთზე და 50% შემთხვევაში 50% შემთხვევაში იქნება რომ ნახე ეს რადგან ის ხო როგორც ეს ტექსტი არის ხოლმე შენახული დოკუმენტებად და არა ანუ პროსტა კონტექსტ მოშორებულ წინანდებებად რა როგორც ეს ეგრე არის ხოლმე შენახული ხშირად და თუ იცი რომ ციგნის გაგრძელებაა მაგალითად ან რაღაც იცი რომ გაგრძელებაა რა მაგათ აიღებ მაგალითად the man went to milk store and he bought ანუ სეპარატორი მერე he bought a gallon of milk მაგალითად რა და ამაზე პასუხი არის რომ ანუ is next ანუ ესენი გადაბმულად არიან წინადებები. მეორე არის რომ რანდომად იღებ ორ წინადებას. აი ეს რაღაცაზე man went to the store penguin just what penguin I don't know that's are flight less birds რაღაცა ხო რა და ეს ორი წინადები ერთმანეთის ლოგიკური გაგრძელება არ არის. ამიტომაც ჩვენ ლეიბლად გვექნება რომ პასუხი არის არა. და რაც მოხდება არის რომ ეს mask language modeling-ი როგორც კეთდებოდა ისე კეთებდა რომ ესენი ხო არაფერს არ ამატებენ. პროსტ არიან ერთი არის წინადებებს შორის არის და მეორე არის დასაწყისში რა. ეს ახალმა არაფერი არ შეგიცვალა დიდად რა. და ეს CLS და სეპარატორი გაქვს და როცა აკეთებ ამ შედიხარ და მოდელის ენკოდერიდან ენკოდერზე გადადიხარ და ზოგადად მოდელში შეუშვებ, მოდელის აუთპუტი ყველა სიტყვაზე ხო თავის ემბედინგია, საბოლოოში არის მატრიცა გაქვს რა, რამდენი ტოკენიც გაქვს, მთლიანობაში რაც ინფუტად შევიდა, ეგ არის ვიცი და რამდენი რა ზომის ის არის, ხო? ემბედინგი ზომა გაქვს ისე, ხო, ისა კოლუმნების რაოდენობა. ხო და CLS-ის ტოკენზე იღებ embeddings, ანუ მენულე პოზიციის embeddings იღებ და მაგაზე ამბობ, აკეთებ კიდე ერთ დამატებით კლასიფიკაციას, linear layers და ამჯერად არის binary კლასიფიკაცია. Is next or not next. და მუღამი არის, რომ შენ ამით CLS-მა თუ ეგ ისწავლა, ჯერ უნდა მიხვდეს, რომ სეპარატორი არის ტოკენი, რომელიც წინადებებს გაყოფს შუაზე, ჯერ ეგ უნდა მიხვდეს. მე მაგას რომ მიხვდება უნდა გაიაზროს ზოგადად ანუ მაგის სწავლა თუ უნდა არა ყოველთვის იზავს შენ თუ ცუდი learning rate და ტრენინგი ვერ მოხდება ხო ეგრეა ანუ შენ თუ ცუდად ატრენინგე ცოტა ხანი ატრენინგე რაღაც ეგენი ვერ მოხდება ხო მაგრამ შეგიძლია ტრენინგით მაქამდე მივიდეს ხო და ჯერდან გაიაზროს ეს სეპარატორით არის ორი წენდება გამოყოფილი მე უნდა მიხვდეს ამისი შინაარსი რა არის ამისი შინაარსი რა არის და არის თუ არა ერთმანეთის არიან თუ არა ერთმანეთის გაგრძელებები მაგის მიხვედრა ბერტის ავტორების თქმით არის საკმარისი იმის რომ კონდეს წინადადების დონის ძალიან კარგი embedding. და CLS-ან ფაქტობრივად არის რაც შენი input-ი გაქვს მაგისი მთლიანი სემანტიკური ინფორმაცია ჩაწერილი შიგნით და პირდაპირ შეიძლება ეს აიღო ეს CLS ტოკენი და მაგით ქნა ნებისმიერი შემდეგი კლასიფიკაცია. ამ შემთხვევაში როცა ორი გაქვს ამაზეც იგივენად CLS-დან იღებ და პასუხი არის არა. ანუ ეს next sentence prediction და mask language modeling-ი ერთად ხდება.
ანუ ამას ცალკე თავი აქვს, ამას ცალკე თავი აქვს. თავს ვეძახით რა, heads მანქანათმშენებლობაში ვეძახით, აი დამატებით linear layers რა, ბოლოში დამატებით layers. არა უცბად linear layers, მაგრამ ხოში linear layer-ი გვექნება მარტივად. ანუ ყველაფერი გავაერთიანოთ. BERT-ი ზოგადად არის pre-training. ეს pre-training შეიძლება სიტყვა გაგიგიათ კიდევაც. pre-training-ი არის, რომ შენს ზოგადად ვაფშე სხვა ობიექტივი გაინტერესებს. შენი მთავარი მიზანი არის, რომ ფოტოზე გაარჩიო სიტყვაზე ქართული ნომრები, მაგალითად ქართული მანქანის ნომრები გერმანულისგან. ეგ არის შენი მიზანი, მაგრამ სანამ მაგას მიაღწევ, ზოგადად სამყაროზე უნდა გააკეთებინო და ახლა გააკეთებინო. ან რა ვიცი, ბევრი რაღაც ობიექტივი შენის მოდელი გინდა რომ გააკეთო საერთოდ, მაგრამ მანამდე ხომ უნდა კონდეს კარგი backbone-ი, რომელიც ზოგადად ფოტოებს იაზრებს ახდება და embedding-ი აქვს მაგისთვის მნიშვნელოვანი, ხო? და აი მაგ მოდელის მიღების პროცესს ქვია pre-training-ი, რომელიც არის ზოგადი გამგები, არ არის სპეციალიზირებული არაფერში, აი მაგალითად ეხლა LLM-ებშიც არის pre-trained მოდელი და მე არის სხვადასხვა, ხო? მე არის SFT, რომელიც არის supervised fine tuning-ი, ანუ თქვათ LLM-ებში არის, რომ LLM-ები რითი განსხვავდება BERT-ისგან, ეხლა მე შემდეგი ლექციაზე ნახავთ, მაგრამ უცებ გეტყვით. ანუ BERT-ი თუ აკეთებს შუაში სიტყვებს, რასაც აკეთებს GPT არის, რომ ბოლო სიტყვას მასკავს ჩათვალე რა. არ მასკავს რა, ანუ n-1 სიტყვა შეყავს და გამოიცან n+1 რომელიაო. n+1 შეყავს და გამოიცან n+2 რომელიაო რა. და ასე და ასე. და ანუ ეგ task-ი ფაქტობრივად არის, რაც LLM-ებს ამოძრავებს თლიანობაში. ეს სიტყვას ყოველ ჯერზე სიტყვას გიბრუნებს. მაგას ქვია next word prediction task-ი. და next word prediction-ი ფაქტობრივად არის რაღაც ხრივ mask language modeling-ი რაღაც ხრივ, ხო? მაგრამ ნუ ეგ mask language modeling მაინც სხვანაირი არის. თან ეგ შაქშუაში არის და მოკლედ ეგეთი მარტივად იგივე არ არის. მაგრამ რას ვამბობ ამით რა, რომ იმ LLM-ებშიც pre-training-ს ეძახიან, როცა მთელი ინტერნეტზე დაატრენინგებენ. მაგრამ ეგ რო აიღო და მაგას კითხვა დაუსვა, ვერ გიპასუხებს. იმიტომ რომ მაგას ცოდნა აქვს, მაგრამ არ იცის ეს ჩატობა არა აქვს, ხო? ანუ შენ კითხვაზე რო პასუხი უნდა გაგიბრუნოს და არა პროსტა ტექსტი გაგიგრძელოს, რომ next word prediction არის ტექსტის გაგრძელება. ეს არ არის ზოგადად კითხვაზე პასუხი მაგალითად, ხო? ანუ შენ რო რაღაცა დაავალებ და იმან გააკეთოს, ხო? ეგ არ არის next word prediction. next word prediction-ით ტრენინგდება სიტყვაზე, ხო? მაგრამ მაინც დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ მან გამოყენებული არის სხვანაირი დატა უკვე მერე რა, სხვანაირი ფორმატის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცოტა შემოდის. სალამი ხებშო. ხო, და BERT-ის შემთხვევაში ხო რაც კლასიკური GPT-სგან განსხვავდება, ხო? მაგრამ pre-training-ი მაინც იგივე, აქაც pre-training-ში იგულისხმება BERT-ის, რომ აი ზოგადად რა დატაც გაქვს, ეგ გააზრებინო, ეს mask language modeling და next sentence prediction-ი გააკეთებინო. და მაგით მერე შენ გექნება უნივერსალური მოდელი, რომელსაც ენა ესმის. ანუ რა დატაზეს დაატრენინგე, მაგის ეს სემანტიკური, გრამატიკული, მორფოლოგიური ყველანაირი რაღაცები ესმის. და შენ მერე ამის გამოყენება რაზეც და შენს კონკრეტულ task-ზე, რომელიც არის მაგალითად sentiment ანალიზი რა ნებისმიერ რაც გაფიქრდება, რაც ტექსტი არის ამოცანა გასაკეთებელი და არის მოკლასიფიციო, ხო? ეგ ყველაფერი მოკლედ კეთდება უკვე ამის fine tuning-ით. ეხლა მოდი შევაჯამოთ pre-training-ი, ხო? BERT-ი არის მოკლედ ესე იგი, მოდი ეხლა სხვაგან გადავიდეთ, ვიზუალურად ეს კარგად არის რა. BERT-ი არის როგორ რაღაცა რა. არის წინაზე ხო გაერა ტრანსფორმერები, ტრანსფორმერის ზოგადად არქიტექტურა რა და გაქვს ენკოდერები. ეს ნენელა top down-ია რა, კიდე ხო როგორც არის რა, ანუ ძალიან ისეთი რა high level. თავიდან არის რომ black box-ია რა, პროსტა გვაქვს წინადებები და გამოდის embedding-ები. ეხლა ცოტა უფრო ქვედა level-ზე რომ ჩავიდეთ, ეს black box-ი კი არ არის რაღაცა ამ შემთხვევაში 12 ენკოდერი. ესეც ეხლა white black box-ი ენკოდერი რა არის, ხო? და ეხლა როგორ ტრენინგდება, რაც წეგანთვით, ხო? ანუ აი ამის embedding-ი რო გამოვა ბოლოში, ამ embedding-ი ესეც სასაკი კი არ გამოდის, მატრიცა გამოდის, ხო? მთლიანობაში ყველაფერი მატრიცებით ხდება. ანუ ამისი მატრიცა არის 512 embedding-ის ზომაზე. embedding-ის ზომა არის 760 ამ შემთხვევაში, ანუ 512 760-ზე არის მატრიცა. მაგის მენულე იმას აიღებ, ვექტორს და ამაზე აკეთებ linear კლასიფიკაციას, spam-ია თუ არ არის spam-ი, ხო? ეს არის ერთი მერე უკვე გამოყენება მაგ ყველაფერს, აგინდა რომ spam-ზე დაატრენინგო რა, CLS აიღებ. ან ადგები და ამ 512 იმას
ამ 512 words აიღებ, მაგას გაასაშუალოებ და ეგ იქნება შენი embedding. ორნაირად შეგიძლია მიუდგე მაგას. სხვა იმას ვეძებდი ოღონდ აქ. ხო. ოკეი. ხო, მოიცა აქედან დაიყოს წესით. კარგად თუ არა, ვიზუალიზაცია უფრო კარგად მახსოვდა ამ იმაზე, შეიძლება შეცვალო მაგის მე რამე, თუ ეს არის. ეს არის, ხო, ეს არის ბოდიში. რაც ხდება პირველ რიგში როგორც ვთქვით, არის რომ იღებ წინანდებას, ეს წინადება ჯერ უბრალოდ ტოკენიზაცია ხდება, რომ დაიყოფა ცალკე სიტყვებად, ტოკენებად, ხო? რომელიც შენ vocab-შია. ამის შემდეგი ნაწილი არის, რომ რასაც უშუალოდ BERT ითხოვს, ეგენი დაემატოს ზემოდან, რასაც BERT-ის ტრენინგი ითხოვს. BERT რასაც ითხოვს, არის რომ წინ დაუწერო CLS და ყოველი წამების მერე დაუწერო სეპარატორი. მერე შემდეგი რაც ხდება არის რომ ეხლა აქ მასკ ის უნდა მოხდეს რა ქვია მასკის დამატება რატო არა აქვს აქ ჯერ მაგაზე მასკ language modeling-ი რატო არა რატო მახსოვს ეს ძალიან კაი ვიზუალიზაცია იყო და არ ყოფილა ეგეთი კარგი ვიზუალიზაცია აქ ხო არა უკეთ დახატული არა აქაც ცოტა დახატული ხო ნუ ეს იყო ყველაზე ნორმალური ხა მეცა არის ეს კოდას ლერნინგია აქაც ვიზუალი არ არის კარგად გაკეთებული არა კოდი და ამასაც გავერთმე რა ნულიდან როგორ დაატრენინგო და ნულიდან როგორ დააწყო BERT PyTorch-ში მაგის იმასაც ვნახავთ რა ხო ნუ რაც არის აქ არის რა რაც არის ეგ არის აქ რაც ხდება მე მოკლედ არის რომ აქ რომელიღაცები ამის მერე ანუ მე ხო რაც მოხდება მე ხო არის რომ ეს ადგება და ეს გადაიქცევა ID-ებად ხო რაღაც 101 102 და 100 არის ხოლმე მასკი როგორც წესი და აქედან რომელიღაცა ჩანაცვლდება მასკით 15%. ოღონდ 5% არა 15% და მე მაგათ 80% ჩანაცვლდება მასკით 10% ჩანაცვლდება რამე სხვა სიტყვით და 10% დარჩება იგივე. როცა ამას ამ ტრუქს გააკეთებ, საბოლოო ჯამში მიიღებ ამ ID-ებს და შედის უკვე მოდელში. ეს მოდელი ცალკე აღებული არის, როგორც ჩავწეროთ, ისა просто transformers architecture, просто ფოტოზე ნახო და შეგახედებთ, ხო? ანუ, ჩვეულებრივად ესე იგი თქვით, რომ არის encoder, ზოგადად წინაზე რო აგიხსნათ გიორგი ტრანსფორმერი იყო, რომ encoder-ის და decoder-ის კომბინაცია იყო. ხო, აქედან encoder-ისგან იყო და მე აქედან იღებოდა ინფორმაცია და აქ შედიოდა, ნუ hidden value იღებოდა აქედან და აქ შედიოდა GBT-სთან. ხო, ეს ხო ორიგინალი არქიტექტურა. მაგრამ ცალკე აღებული BERT-ი არის აი ამის გარეშე. просто არის ისინი რა. encoder-ების ერთობლიობა. ეს encoder-ების ერთობლიობა როგორც არის, რომ ჯერ არის, რომ input-ები გაქვს ID-ებში, მერე გაქვს embedding layer-ი და ეს embedding layer-ი წარმოადგენს არის просто მატრიცა რა. და აგაკ ანუ რამდენი ყველა vocab-ი რაც გაქვს და embedding-ის ზომა. ეს embedding-ის ზომა სულ მუდმივად ნარჩუნდება. მთელი მუღამი, აი რომ შენ რომ მესამე layer-ზე გაჩერდე, იგივე მესამე layer-ის output იქნება იგივე shape-ი, რაც არის მე-12 layer-ის output-ი რა, ეგ არის მნიშვნელოვანი ინვარიანტი, რაც სულ ნარჩუნდება. ეს input embedding-ი გამოგივიდა, მე ამას დაემატა positional encoding-ი, რაც ვისწავლეთ. მე ამ positional encoding-ი უკვე შედის მე ამ multi-head attention-ში, იქ შიგნით attention-ში რაღაცა თქვათ, ცალკე ერთ attention-ში გაქვს რაღაცა ნაწილი, ხო? მე მაგას ერთ კონკატენაციას უკეთებთ, რომ multi-head attention-ი გაქვს. მე მაგ ყველაფერს უმატებს აწყეს იმას, უკეთებ ნორმალიზაცია, ჯერ ნორმალიზაციას მე editions, ჯერ editions მე ნორმალიზაციას, სხვადასხვანაირი კომბინაციები არსებობს. მე ეგენი შეგდის feed forward-ში და ეს არის ერთი ცალი layer-ი, კიდე აკეთებ დამატებას და ნორმალიზაციას და ეს ხდება n-ჯერ. ეს არის არქიტექტურა, ვისავალი ტრანსფორმერის არქიტექტურაც წინაზე ვთქვით. ანუ უბრალოდ BERT-ში სიახლე იყო რა task-ებზე ატრენინგებ. ანუ BERT-ის მუღამი არის რომ აქ ატრენინგებ mask language modeling-ზე და ატრენინგებ next sentence predictions. ეს არის BERT-ი, რასაც ამბობს რა. ხო, და ხა BERT-ის აწესი მოდელი როგორ იყო? ხო, ნუ თავიდან ესე იგი აიღო input-ი, რომელშიც აქ უნდა იყოს ასევე სეპარატორი, უნდა იყოს. ახლა აქ ორი წანდება არის, აქ და რომელიღაცები უნდა იყოს დამასკული.
მერე მაქედან token embedding-ები გამოვა, token embedding-ებს ემატება segment embedding-ები, კიდე ეს არის. ნახე segment embedding-ი ცალკე არის კიდე BERT-ში რაც დამავაზე რომ მეთქვა. რომელიც არის რომ პირველი წინადადებაა თუ მეორე წინადადებაა. ამის გარეშე მარტო სეპარატორი ვერ სწავლობს მაგას რა. ანუ სეპარატორით ხვდება რომ ეს არის და ასე შემდეგ რა. ნახე აქ ორი წინადადება რო გაქვს, აქაც გაქვს სეპარატორი, აქაც გაქვს სეპარატორი და ამით ამას უმატებს segment embedding, აქ segment embedding და მე ეს ნუ რობერტაში თქვენს რომ არის უბრალოდ noisy-ო და რობერტიდან დაწყებული აღარ ატრენინგებენ next sentence prediction-ზე რა. და აჩვენეს რომ უბრალოდ მეტი data თუ იქნება და უფრო დიდი მოდელი და უფრო კარგად დაატრენინგებ, იგივე სტექს მიიღებ და უბრალოდ მეტი noise შემოაქვს ამ CLS. ამ CLS-ით აკეთებულ საქმეს რა. მე არის positional embedding-ები და ეგ არის. ხო, ეხლა თქვათ BERT-ის ის რომ შევაჯამოთ არქიტექტურა როგორ არის, ხო? საწყისი BERT base-ი, BERT-ის ახლა წონები არის, რომელსაც გადმოწერთ, ხესაც განახებთ. ანუ ეს წონები devs, ანუ open source მოდელებია. Original მოდელები რაც დაატრენინგეს მე ყველას თავისი შიდა დატრენინგებული ასევე ბევრი აქვს. გაქვს 12 ლეიერი. ამ 12 ლეიერში გაქვს, ესე იგი 768 hidden size-ი, 12 attention head-ი და ჯამში 110 მილიონი პარამეტრი. გაქვს BERT large, რომელიც არის 24 ლეიერი, 1024 hidden size-ი, 16 attention head და 340 მილიონი პარამეტრი. რაზეც დაატრენინგეს ეს საინტერესო არის სხვათა შორის რომ რაღაცის მერე უკვე დაიწყეს აღარ ლაპარაკი რაზე ატრენინგებენ, იმიტომ რომ ერთის მხრივ არის competitive თემა რომ ის უფრო კარგი მოდელი აქვს და არქიტექტურა დიცულებას აღარ იძლეოდა, იმიტომ რომ მეტაკლებად ყველა მისვიდო ტრანსფორმერ უნდა გამოგეყენებინა რა. იძლეოდა difference data. ამიტომაც data-ზე აღარ საუბრობენ ახალ paper-ებში რაზეა დატრენინგებული. და მეორე არის ის რომ ლეგალური მხარე, იმიტომ რომ რაღაცებს დატრენინგება არ შეუძლია. ასე რო თქვან და ჯარიმებს დააკისრებენ. და ეს იყო 2.5 მილიარდ ტოკენზეა ეს საუბარი, Wikipedia plus book corpus-ი წიგნები. ხო, max sequence არის 512 სიტყვა. ხო, რომ ანუ წენდებას 250 ის ქონოდა რა. და დატრენინგდა 1 მილიონ step-ზე, ანუ ხო, ის step-ი ხო არის, ეპოქა კი არა step-ი რა. და batch size იყო 128,000. ხო. ეხლა მოკლედ და ეს ტრენინგდებოდა კვირები, მგონი თუ სად მახსოვს. BERT base original training time. ხო, 4 დღე ტრენინგდებოდა, 4 ცალი ტიპი უქონდათ, მილიონის step-ი გააკეთეს, batch size 216 ჰქონდათ, 3.3 მილიარდი 12 ლეიერი. ეს არის რომ 4 დღე ტრენინგდებოდა დაახლოებით, მოკლედ. ხო, ლოგიდან მოკლედ გამოდის mask language modeling-ი და CLS-თან გამოდის next sentence prediction-ის task-ი. ხო, ყიფშო. ეს 128,000 batch size-ი რო დავინახეთ, ცოტა გამიკვირდა, ეს ალბათ ეფექტიური batch size-ი არის, ამ გადით აკუმულაციით. ხო, აკუმულაციის მერე, კი ბატონო. აბა ეხლა მაგ ხელას მემორიში გავაკეთე ცხადია. ხო. ოკეი. რას ვამბობთ გამიქცეულ გონება pretend was find. ხო, ამ თელი მუღამი მოკლედ არის რომ ეხა როცა გაქვს BERT-ი, აი ეს BERT-ი შეიძლება გამოიყენო უამრავ რამეზე. ეს გაქვს უნივერსალური ენის გამგები, რომელიც შენ შეგიძლია ადგე ზემოდან რაზეც და გადაატრენინგო. ოღონდ ამ გადატრენინგებასაც აქვს რამდენიმე ვარიაცია. ერთი რომ ჯერ ყველა თლიანად full fine tuning-ი უქნა, ხო? მთლიანი ყველა წონა ეგ ხო ResNet-ზეც ქონდათ იგივე challenge-ი, ხო? ანუ კითხვა ისმის რომ როგორ კითხვა ის რომ რამდენი ლეიერი უნდა ვატრენინგო. ანუ ჯერ ვარიანტები გაქვს რომ თლიანი მოდელი გადაატრენინგო. მეორე ვარიანტი გაქვს რომ ბოლო ლეიერი ხელახლა გააკეთო მაგის ინიციალიზაცია და მაქედან დაატრენინგო. შეგიძლია ხო რომ ამას ახლა ისაც წააცლი რა ამ mask language modelis few layers და next sentence prediction-ის few layers ორივეს გადაყრი რა თქმა უნდა რაში ჭირდება ანუ მე შეგიძლია გაიგო წენდება სპამი არის თუ არა ანეს ეს წონები ამათი რაში გადგება ხო არაფერში ამიტომაც ეგრე ვუდგები რა
რომ იღებდა მოკლედ ერთი არის რომ თლიანად ყველაფერს ატრენინგებ, მეორე არის რომ აქედან ამაზე აიღებ და ამაზე დააშენებ ერთ layers, მაგალითად CLS-ზე. ეს CLS-ზე დაშენება რას ნიშნავს? CLS-ზე დაშენება ნიშნავს, რომ შენ ხო ამ წელდება შეიყვან, ანუ CLS-ს ჩასვამ, სეპარატორს ჩასვამ, დაიწყებ გაშვებას და მე სეპარატორის embedding-ი რაც ამოგივა, მაგას გაატარებ few layers-ში, few layers-ი მაგის მაგალითებს ეკანახებთ, few layers დაამატებ და მაგას დაატრენინგებ. ანუ few layers დაატრენინგებ ხოლოდ, ანუ ამას გაფრიზავ. requires grad უდრის false ჩაუწერ ყველა პარამეტრს ამისას. და მასე დაატრენინგებ, გაფრიზვის მოკლედ ბევრი ვარიანტი არსებობს. მეორე ვარიანტი არის, რომ ამას 12 layer-ი აქვს. შეიძლება შენ task-ისთვის ზედმეტად ბევრი რაღაც გქონდეს ნასწავლი წინა dataset-იდან. და ჯობდეს რომ უფრო უკან წახვიდე და თქვათ მე-11 1000 layer-ის output-იდან დაიწყო ტრენინგი. ანუ მე-11 გადააგდო და 1000 layer-ის output-ზე დაატრენინგო. მაგასაც ხშირად აქვს კარგი ისა რა. ანუ ორი მიმართულება გაქვს. ერთი რომ წყვეტ რომელიდან გააგრძელო და მეორე საიდან რო გადაწყვეტ საიდან გააგრძელო, მაქედან მოყოლებული მხოლოდ იმ layers ატრენინგებ, თლიანად ატრენინგებ თუ იმ layers და წინა layers, ანუ იმ few layers და ბოლო encoders ატრენინგებ. ანუ ეგეთი ის არის. ნუ ბოლო ორს ზედად მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მაგათ ეგეთ არჩევანია რა. ანუ შენ წყვეტ რამდენ layers ატრენინგებ და რომელი layer-ის output-იდან იწყებ ტრენინგს. იწყებ predictions რა. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ზუსტად იგივე, ოღონდ იმის მაგივრად რომ აიღო CLS ტოკენი, იღებდა ასაშუალოებ შენ სიტყვებს. და ამ გასაშუალოებული სიტყვებიდან რაც აქვს მაგის embeddings იღებ. ასევე არის მესამე ტექნიკა, რომელიც არის რომ min pooling-ს კარაკეთებ, ანუ min ანუ როგორც საშუალო რა, min როგორც მინიმალური არა, min როგორც min, M-E-A-N. ასევე გაქვს max pooling-ი. Max pooling-ი არის რომ თითოეულ embeddings ესე იმას იზავ, სიტყვის ესე დაალაგებ და თითოეულ ტოკენზე, ანუ თითოეულ ეს ხო იქნება 760, ხო? თითოეულში აირჩევ მაქსიმუმ იმას რა. max pooling-ი ქვია მაგას და მან მუღამე რომ თუ შენ გონია რომ რომელიღაც სიტყვას რაღაცა უფრო მეტი მნიშვნელობა keyword based, მაშინ ღირს რომ შეინარჩო და ეს სიგნალი არ დაკარგო რა. როცა ასაშუალოებ რაღაც რომელიღაც პოზიციაზე მაგ embeddings თუ ქონდა ძალიან მაღალი რიცხვი, მაგას კარგავ რა და შეიძლება რაღაც მიზეზის გამო ქონდა მაღალი რიცხვი. თუ შეგაქვს რაღაც keyword based სისტემა, მან ღირს რომ max pooling-ი გამოიყენო. მაგრამ default-ად გასაშუალოება და ის არის რა. ესე rule of thumb-ი არ არსებობს რა, რომ ანუ ყოველთვის ეს ჯობია, ყოველთვის ის ჯობია. დადას გააჩნია რა. მინიმუმ ორივე შეგიძლიათ ცადოთ ხოლმე. გააჩნია ხა რამდენი ის გაქვს, რომ მაგრამ ორივე შეგიძლიათ ცადოთ ხოლმე. მაგრამ ხა თუ შენ იყენებ სიტყვაზე რობერტაში next prediction-ი არ აქვს. რობერტაში გასაშუალოება გიწევს ყველა ვარიანტში. და იქ არ გაქვს next prediction-ის იდეა, ამიტომაც CLS-ზე აზრი არ აქვს მაგას. კარგი, რამე კითხვა ხო არ გვაქვს, სანამ რაღაც სხვა რაღაცებზე გადავალ. ოკეი, ჩავთვლი რომ არ. ლოგიკური კითხვა ჩნდება. აი, გავიგე ბერტიო, რობერტაო, რაღაც დებერტაო, როგორ უნდა ავარჩიოთ ჩვენი task-ისთვის, რომელიც არის სრულად სხვა რაღაცა, მაგალითად არ ვიცი. რაღაც ტექსტზე უნდა ამოვიდეთ ამ ტექსტში ვიღაცამ შეიგინა თუ არ შეიგინა, კარი ამოცანა. მაგის გასაკეთებლად როგორ უნდა მივხვდე, რომელი ბერტი ავიღო? ბერტი, რობერტა, დებერტა, დიდი ბერტი, პატარა ბერტი, რავი, მილიონი რაღაცაა, ხო? როგორ გადავწყვიტო, რომელი მჭირდება? ამისთვის არსებობს ეგეთი ოკეი. კაი, არავი. ბეტია შუაშია და MTB leaderboard-ი. როცა ფოტოში გახედეთ ხა ის რაღაცას მიჭედავს, ან ესე ტელეფონით ვიზა უცებ კლიკ. ასე confirmation-ის ლინკი მომთხოვა, არ ვიცი რატო. ოკეი. დავაკონფირმე. ეს MTB არის მოკლედ multilingual MTB არის, მოიცა massive text embedding benchmark, ხო, გამახსენდა.
MTB არის Massive Text Embedding Benchmark. ეხლა ეს რას ნიშნავს? რომ აქვთ ბევრი data შეგროვებული. მაგალითად, ეხლა რა ფორმის თქვა domain specific. აქვთ კოდზე შეგროვებული data, აქვთ legal რაღაცებზე შეგროვებული data, medical, chemical. ასევე არის მაგალითად სხვადასხვა task-ები. ნახე? არის ბევრი task-ები, რომელიც არის მაგალითად სად არის task-ები? domain specific image რაღაც retrieval-ი. ანუ მოდი გავხსენებთ და GitHub-ზე გავხსნე უფრო. აი ეს ამ ფოტოში გახედებთ. ნახე არის რამდენიმე task-ი, მაგათაც retrieval-ი. ანუ კითხვაზე რომელია რელევანტური პასუხები. არის მაგალითად კლასიფიკაციის დატები, რომელიც არის Amazon-ის review-ები, არის საბანკო data, IMDb-ის review-ები, toxic conversation-ებში ტოქსიკურობის დადგენა, tweet-ების sentiment-ები, წყვილური კლასიფიკაციები არის თუ არა ეგ ორი წენდება წყვილი, Twitter-ის URL-ები, მაგის ბევრი რაღაცა, re-ranking-ი, summary-ზაცია, cluster-იზაცია, ან უამრავი task-ია და უამრავი data-set-ი ადამიანების მიერ შეგროვებული, რომელიც არ არის open source-ებული. და რაც ხდება არის, რომ შენ რო რაღაც მოდელი გაქვს, შეგიძლია, თქვათ, BERT ამ task-ებზე იტესტება, მაგრამ როგორ იტესტება BERT-ი ხო პროსტა mask language model-ი და next sentence prediction-ი არის თავისთავად. თქვათ, ავიღოთ არის IMDb review-ები, მაგალითად, ან Amazon review-ები. რაც მოხდება არის, რომ ამ embedding-ებს, რასაც BERT-ს ზემოდან დაადგამენ, როგორც ეხლა ვთქვით, ერთ few layers და მაგ few layer-ი დატრენინგდება ამ Amazon review-ზე და რა შედეგსაც დადებს, ეგ არის. და თქვათ ეხლა, რადგან few layer-ი განმასხვავებელი ვერ იქნება და few layer-ია, თავარი განმასხვავებელი ქულების იქნება, აი ეს თქვათ რაღაცა ის embedding-ები რამდენად კარგია, რაც მოდის BERT-ისგან. და ეს MTB leaderboard-ი ზუსტად მაგას განახებს. task-ის მიხედვით შეგიძლია აირჩიოთ, თქვათ ეხლა პოლონურ ენაზე, ისა პოლონურს დააწვევი აქ მაგალითად. შეგიძლია რაღაც task-ები აირჩიო, რომელი task-ი გინდა. მაგალითად, შენ კლასიფიკაციის task-ისთვის გჭირდება, ამიტომაც უშუალოდ კლასიფიკაციის task-ებს აირჩიო. domain-ი, ყველა domain-ი შეიძლება რომ იყოს მაინც, ძალიან დიდია და ჭედავს, თქვათ, domain-ი ყველა მინდა, კარგი. არის მოდი governmental domain-ი მინდა, მაგალითად, კიდე რაღაც ესე რაღაცა. ძალიან კონკრეტული task-ია ვითომ რა. government-ი არის და ნუ რაც language-ები ქართული გვაქვს. კა უნდა იყოს ქართული წესით. ხო ყველა როგორ დამოვნიშნო. აი შევ, რაც ყველა ენა მოკლედ რა. და ვსო, აი ეხა ამ დატაზე ეს არის შედეგები. Zero shot, ანუ პირდაპირ დაიწყო ეგეთი პარამეტრების რაოდენობა მილიონებში, embedding-ის ზომა, მაქსიმალური ტოკენები, საშუალო რაღაცა თითოეული თქვათ ეხა ეს არ დააპდეითებულა აშკარად, იმიტომ რომ მე ვთხარი მარტო კლასიფიკაცია. მაგრამ ხო ეს პოლონურ ენაზეა მოკლედ და პოლონური ენისთვის რაღაც თითოეულ ამ task-ში რა თითოეულმა რა შედეგი დადო. და მაგით არის დასორტირი. ანუ ასე ვთქვათ, ესე იგი benchmark-ი რითიც იზომება embedding მოდელის, encoder მოდელის ასო ეს დარენდერდება ეხა ეს. აი ამ რაღაცეებით, მოკლედ ზოგადად იმას ვამბობდი, რომ embedding მოდელი benchmark-ი ხდება ასე downstream task-ზე რა. მარტო მაგაზე ვერაფერი ვერ იყო თუ? ასო რაღაცა გამოჩნდა. და აღმოჩნდა რომ ეგ მაგ დატაზე აი ეს რაღაცა მოდელი, რომელსაც ვნახავთ, ანა ჯინა მაგალითად, რაღაცა კოდ კარგი იყო. რაღაც აი ეს მოდელი არის აღმოჩნდა ყველაზე კარგი მაგ ჩვენი სიტუაციისთვის და ავდგებით და ამას გამოვიყენებთ. ან ამას. ზოგი ეხა paid ვერსიები არის, ხა ყველა უფასო არ არის რა, უბრალოდ ნახო რომ ყველა ისეთია. ამის მე დაარჩევ ხა შენ რომელი გაწვეთ ხა პარამეტრების რაოდენობა და ეხა აქ რო არის რაღაც ნორმთელი რაღაცაგეს, ხო, ეგ მნიშვნელოვანია შენთვის ხარისხზე და 6 მილიარდით უფრო დიდი ზომა რო ქონდეს მოდელზე სიტყვაზე, ხო? და აი ეგ ამბები რა, მოკლედ მაგას წყვეტ.
და ეს benchmark-ი მოკლედ არის MTB, რომელიც არის massive textual embedding benchmark. და როგორც ვთქვი, მიზანი ამ ყველაფერს არის, რომ შენ შეგიფასოს შენი BERT-ი, რომელიც ისე თავდაპირველად ვთქვით, რომ არის უნივერსალური პროსტა backbone მოდელი, რომელსაც ზემოდან შენი task-ისთვის გადაატრენინგებ. ხო. გვაქვს რამე კითხვა MTB-ზე და benchmarking-ზე? Okay. კაი. ხო, ეგ თქვით. ეს იდეაში ისეც კარგი არის, თვითონ პირველი ავტორი ვინც არის BERT-ის, მაგის ის არის, მაგრამ დაახლოებით იგივეა, რაც ეს. ამიტომ აქაც თქვენი თვითონ არის ის თუ ხო, adapted from Jacob Devlin, ხო, ანუ ამის იქიდან არის ამოღებული. ხო, რა ვილაპარაკოთ კიდე? მასზე უცებ სანამ გადავალთ იმპლემენტაციის და კოდის ნაწილზე. ხო, რაც ექსპერიმენტები როგორ მუშაობენ სხვადასხვა benchmark-ზე რა, SQUAD-ი არის question answering-ის ცნობილი მეტრიკა. ხო რა, და ეს ეგ არის რა, სხვადასხვა მოდელი როგორ მუშაობს იმაზე. სერიოზ კითხვა რო დავსვათ ახლა is modeling solved in NLP? არის 2019 წელს დასმული კითხვა. There are reasons to come up with novel model architectures. არის მოკლედ ეს რამეწერია. ხო, რა მოხდა BERT-ის შემდეგ? BERT-ის შემდეგ წამოვიდა ბევრი მოდელი. რობერტა, რომელმაც 10-ჯერ უფრო მეტი დატაზე დაატრენინგა და თქვა, რომ NSP ვაფშე რა თმინდაო და უფრო კარგი შედეგი დადო BERT-ზე, ანუ ეს დიდი სხვაობაა. და ეხლა ეს ყველაზე პოპულარული მოდელი არის ALBERT-ი, რომელიც მოიგონა ხო რაღაც ჭკვიანურად როგორ გაანაწილო პარამეტრები. ანუ მოდელის ზომა ისე გაზარდო, რომ არ მოგიწევს embedding-ის გაზრდა, embedding-ის ზომის კი არა და encoder-ის, ისა encoding layer-ის გაზრდა. ხო. Electra, რომელიც ეს ყველაზე საინტერესო არქიტექტურა არის და მაგას შემდეგ ლექციაზე გავივლით. მე multilingual BERT-ები წამოვიდა, რომელიც რაღაც 104 ენაზე არის და ეგ ძალიან რთული არის, იმიტომ რომ vocab size-იც ძალიან გეზრდება, ყველაფერი ძალიან გეზრდება და multilingual BERT-ი რო კარგად გააკეთოს, საკმაოდ რთულია. და ხო, როგორც გითხარით, მოკლედ ბუმი იყო რაღაც პერიოდი, ყველა BERT-ს აკეთებდა რა, ქონდა რაღაცა scientific data-ზე BERT-ი, bio BERT-ი, fin BERT-ი, clinical BERT-ი, რომელიც ზოგადი კი არ იყო უშუალოდ და mask language modeling-ს და რაღაცებს აკეთებდა უშუალოდ იმ მოდელზე, იშოდ იმ დატაზე, რაზეც ამათვის იყო მნიშვნელოვანი. Tiny BERT-ი, Distill BERT-ი, ესენი დისტილაციის სისტემაა, ჯერ არ ვისაუბრებთ. X-ის გენერაცია BERT-ის მიხედვით პოტენციურად შეგიძლია, ხო, რომ ადგე და დამასკო ბოლო ტოკენი გამოაცნობინო, მე ეგ შეუშვა ხელახლა მე დამასკინო, მაგრამ ნუ არ გამოვა. კაი, რაღაც კითხვებია, აბა. რადგან ვისაუბრეთ. დღეს პრინციპში. კაი, მოდი ეს თქვათ. ვინ მეტყვის რა, ხო, ეს როგორ კითხვა დავსვათ, იცი რომ 15%-ს ვირჩევთ უნიფორმ, ხო? უნიფორმ განაწილებით არის რომ ყველა ტოკენს, ყველა ტოკენის ID-ს კონდეს თანაბარი ალბათობა მოხვედრის რა. რატო ვაკეთებ თანაბრად? და რა მოხდება 15%-ს თუ შევამცირებ 5%-ზე და ან გავზრდი 45%-ზე. ამ სამ კითხვაზე ვის უნდა რომ გამცეს პასუხი. გისმე გიორგი. ანუ პირველი კითხვა ზუსტად ვერ მივხვდი, ანუ თანაბრად რომ არ ვაკეთებდეთ, ანუ მაგალითად რა უნიფორმის კი არ იყოს რაც არ ვაკეთებთ, რაც უფრო მაღალია პოზიცია, მაგის მიხედვით რომ იყოს უფრო ხშირად, ანუ ყველა პოზიცია თანაბრად კი არ კონდეს და ალბათობის უნიფორმად კი არ ვსეპლავდეთ რა, რომელ პოზიციას მოუწევს. არამედ ზოგ პოზიციას ახლა დასაწყის უფრო ხშირად მოუწიოს, ან ბოლოს უფრო ხშირად მოუწიოს სიტყვაზე რა. ეგეთ შეწონილი რო კონდეს, რაღაც ეგეთი განაწილებით. კი, ეგეთი განაწილება, იმიტომ არ გვაწყობს, რომ ანუ წინადადების, ანუ კონტექსტი შეიძლება როგორც დასაწყისში იყოს, ასევე შუაში, ასევე ბოლოში ნებისმიერ სიტყვაზე შეიძლება იყოს კონტექსტი და ჩვენ ეგ არ ვიცით, წინასწარ მაგას ვერ გავთვლით, რომ აი მაგალითად ბოლოში უფრო აუცილებელი იქნება სიტყვები ან უფრო ნაკლებად აუცილებელი და ასე შემდეგ. უბრალოდ უფრო сейფია, რომ 15% ან 15%, ანუ თანაბრად რომ გავაკეთოთ ყველა სიტყვაზე. ეხლა ხო მეორე კითხვას გავცე პასუხი, ან მაგალითად 5%.
ხო, რა მოხდება თუ 5% იქნება და რა მოხდება თუ 45% იქნება? კი, ანუ 5%-ის შემთხვევაში მოდელი გაიწურთნება, უხოდ ბევრად უფრო მეტი იტერაცია დაგჭირდება ეპოქი, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მოდელი უფრო ნაკლებ ფიდბექს იღებს, უფრო მეჯერ და ანუ უფრო ნაკლებ რამეს სწავლობს ყოველ ეპოქის შედეგად, ყოველ ტესტის შედეგად, ყოველი სტეპის შედეგად, ყოველი სტეპის შედეგად, კი და 50%-ზე უკვე კიდევ წესით ისეთ სიტყვებს ამოშლით, რომელიც აი უაზროს ანუ ვერ ანუ იმდენ კონტექსტს ამოშლით, რომ შეუძლებელი იქნება წინადადების დასრულება ზუსტად და ანუ ეგ უბრალოდ ნოიზ შექმნისა და მოდელი ნოიზის ქვეშ ვერ გაიწურთნება. მართალია. მაგრამ ესეც თქვი 90-10-10 რატო არა ყოველთვის მასკი? რატო შვებით ზოგჯერ რანდომად და ზოგჯერ იგივე სატოტოვებთ, როცა იმ არჩევთ 15%-ში? ხო, 80% მასკი, ანუ მასკი, ხო? 10% ანუ რენდომ ტოკენად იმიტომ ვცვლით, რომ ანუ თვითონ მხოლოდ ანუ მასკებს არ უყუროს, ანუ მხოლოდ მასკებს არ უყუროს და არამედ ან ძალიან წინადადებაზე ანუ ფიქრი ცოტა არასწორი ტერმინია, მოდასაშურია ფიქრი, მაგრამ ძალიან წინადადებას დააკვირდეს და არა მხოლოდ მასკსა და ბოლო 10% რომ ხო ანუ კიდევ ერთი მიზეზი ამას იმიტომ აქვს რომ ანუ მხოლოდ მასკებს რატო არ ავსვლით რომ ანუ თუ აი მაგალითად 14 მასკზე დარწმუნებული იქნება ეგ პირდაპირ არა ანუ 14 არა ანუ იმას ვიძახი რომ ანუ შეუძლია რაღაც ანუ წინადადების სიგრძე თუ არის მაგალითად რაღაცას 100 სიტყვა 15 სიტყვაზე მეც არ შეცვლის აი ეგეთი რაღაცაც შეიძლება დავაფიქსიროთ თუ მხოლოდ მასკებს არა ნახე რაზე არის საუბარი იმიტომ რომ როცა მე ამას ხო mask language modeling-ი ხო შენი მიერ გამოგონილი რაღაცა რომ ენა ასწავლო შენი მიზანი არის რომ მე ეს გამოიყენო რეალურ სამყაროში რეალურ ამოცანებზე და როცა მაგას აკეთებ შენ რო თავიდან ყველგან მასკები გაქვს სულ რომ მასკი გაქვს ანუ მოდელი სწავლობს რომ მასკი უნდა იყოს შეგდე ეგ ტოკენი სულ არის და მაგაზე შეიძლება აგოს რაღაცა ლოგიკები რო გააზრების ლოგიკები და ეგ ჩვენ არ გვაწყობთ რომ რეალურ სამყაროში ჩვენ რატო დავმასკავთ კაცო რა ანუ მაგას ხო არ გავაკეთებთ რეალურ სამყაროში ჩვენ თუ რაღაც წინადადებას გაზრდა მითხარი არის თუ არა სპამი ეს იმეილი რა ანუ დამასკვაზე სპეციალურად დამალვას ინფორმაციას აზრი არ აქვს ხო ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ გავაკეთოთ და რატო მაინც 80-10 ეხა შეიძლება 70-15 ყოფილიყო მაგრამ ანუ არ არის ეს არც მიკითხავს რა ანუ ეს ეგრე გამოვიდა და მუშაობს და რაც შეეხება ეს 10-10 ხო რანდომს აკეთებ იმიტომ რომ პოტენციურად მიხვდე რომ ყველა სიტყვას შეხედო კონტექსტურად და შეიძლება ვიღაცამ რაღაცა შეეშალოს და ყველა წინადადება არ იქნება გამართულად გრამატიკულად აშენე გამეტომაც რაღაცის ჩანაცვლება მაინც და მიხვდე რომ მანდე გამოვარდნილია მაგას ხდებოდე 10% როცა გაქვს საკუთარი თავის ჩანაცვლება მაგასაც ხდებოდე რომ თუ სწორი სიტყვა წერია დატოვე ანუ გულისხმობ რომ ანუ გაიაზრე რომ ვა ეს თქო მართლა ის ან კონტექსტური არის რა და არ არის ამოვარდნილი კონტექსტიდან კი ბატონო მადლობა გიორგი და მოდი ხა ამაზე ვიმებს სხვა პასუხოს არც მახსოვს საკითხო არის ან თუ ჩვენ დავასქელებთ ბერტს 1000 ჯერ იქნება თუ არა უკეთესი რომ unidirectional models student are always unidirectional ეს რაღაცა ძველი სლაიდი აშკარად რომ largest models are always unidirectional აი ეს კიდევ დავიკიდოთ რა ანუ იდეა არის იმაზე რომ ამ მოცემულობაში 2022-ში უფრო არის unidirectional მოდელები რაც არის generator მოდელები ხო და მოგეთ ეს ეკითხვა დავიკიდოთ კარგი მოდი მაშინ ხა გადავდეთ კოდს განახევთ ჯერ განახევთ კოდს გამოყენებისას გამოყენების კოდს განახევთ რა და მერე უშუალოდ განახევთ აი 0-დან აწყობის კოდს ანუ აი 0-დან რო დაატრენინგოთ ბერტი აი სულ 0-დან მაგის კოდს განახევთ და გარჩეული აქვს და თითოეულ ხაზს აგიხსნით რა საკეთებს რა ხო ესე იგი დღეს მას ვაკეთებთ ხო ჯერ არის просто კუდა ეს არაფერი ისეთი იმპორტი არის აქ ხატია ბერტის აწყობა არ გვჭირდება
ხო, მაგრამ ხო თითოეული layer-ი რა ხდება? ხო, გაქვს multi-head attention-ი, გაქვს feed forward და გაქვს layer normalization და residual connection. ხო, ეს residual-ი არის აქედან ResNet-ში არის, აქედან რო შედიხარ, ხო? ოკეი. კარგი. ხო, რას ვამოვდით აქ? WordPress-ი როგორ მუშაობს? WordPress-ი მოგეთ ეს არის tokenizer-ი. და ეს tokenizer-ზე წინაზეც კი ვახსენეთ, რომ ზოგი რაღაც სიტყვებს აკეთებს embed-ის, ესე რა წინ ამათ უმატებს, prefix-ი this piece is a continuation of previous token, ანუ ეს არის რომ იმის გაგრძელება არის, ეს მაგის მაჩვენებელი არის, რომ ცალკეღებული სიტყვა bed და ეს რო სხვადასხვა რაღაცა არის, იმიტომ embedding-ში bed როგორც საწოლი არაფერ შუაში არ არის, ხო, ეგ არის იდეა. და გაქვს სპეციალური ტოკენები, რაც არის CLS ტოკენი, რითაც იწყება და არის 101. გაქვს სეპარატორი ტოკენი, რომელიც არის 102 და გამოიყენება აი ამ სიტუაციაში. გაქვს padding ტოკენი, რომელსაც დღეს გავარჩევთ. padding ტოკენი არის, როცა ბეჩად როცა აკეთებ და გინდა რომ ერთად წავიდეს რაღაცები, მაშინ აკეთებ მაგას ხოლმე და მხოლოდ რა, ანუ მცირე წინადადებებს ავსებ padding-ებით ბოლოში, რომ ის გამოგივიდეს რა, ბაჩურად შეძლო წერილები შეყვანა, თორე თუ ბაჩურად არ შეიყვანე, ძალიან ნელია, ხო? ავტორეგრესულად შეყვანა ძალიან ნელი არის. გაქვს unknown ტოკენიც, რომ რაღაც ეგეთ WordPress-ის შემთხვევაში რა, არ გაქვს, ანუ თუ რამე შეხვდა, რომელიც არ ქონდა მანამდე ეგ ტოკენი, ეგ ვერც დაატოკენიზე რა ვერაფრად ეგ იქნება unknown ტოკენი და გაქვს mask ტოკენი, რომელიც არის ესე რა, mask MLM-ის ტოკენი. და გვაქვს transformer ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლება აქამდე არ იცოდეთ, ეს transformer არის Hugging Faces ბიბლიოთეკა და ეს Hugging Faces ვინც არ იცით, არის სივრცე, ან GitHub-ივით არის და აქ არის ჩამოწერილი დატასეტები ან open source-ები რა, დატასეტები, მოდელები და მოდელები გაქვს ნებისმიერ თქვათ რაღაც სიტყვაზე გაქვს ტექსტის გენერაცია. არის image text to text სიტყვაზე რაღაც მოდელი არის აქ, რაც პარამეტრების რაოდენობა 3 მილიარდამდე არ ვიცი, PyTorch-ი აწყობილი ან JAX-ი აწყობილი იყოს, მოდი JAX-ი აწყობილი იყოს სიტყვაზე, კაი, არ გვაქვს იმის ტექსტის გენერაცია JAX-ი აწყობილი სიტყვაზე. და აქ რაღაცა მოდელები შეიძლება გადახვიდი ამ მოდელზე, ნახო ვინც ატვირთა, ამას რა გაკეთებული, შეგიძლია ნახო როგორ გაკეთებული, გამოყენება და ასე და ასე შემდეგ. და შეიძლება გამოიყენო კიდევაც ეს მოდელი ასოები ბიბლიოთეკით, Colab-ში, Kaggle-ში, deployment-ში და გაუკეთო შიგნითვე, ანუ დიდი ისეთი კარგი პლატფორმაა რა, ანუ GitHub-ივით არის, რაღაც რეპოზიტორიივით არის რაღაც ხრივ, დატესტებით შეგიძლია იპოვოთ აქ რაღაცები, რაც გამოგადგებათ და ასე შემდეგ. და Bird-Base Uncased. აბაყიფშო კითხვა შესან, ეს Uncased-ი გახსოვს რა არის? რა განსხვავება Case და Uncased შორის? რა და ტოკენებში დიდ ასოებსაც აქცევს ყურადღებას, ანუ Hello დიდი H-ითა და პატარა H-ით სხვადასხვა ტოკენია. ხო, მართალია. თორემ მაგასაც მნიშვნელობა აქვს რა. როგორც ხალხი უმეტესად Uncased-ს იყენებს ხოლმე. რაღაც კონკრეტული case თუ გაქვს case-ი გჭირდება, ისე Uncased არის და ეს არის მაგის მაგალითი, რომ მაგალითად აი unknown ტოკენი არის 100, სპეციალური ტოკენები ავარჩიეთ წეღან. სეპარატორი, PAD ტოკენი, CLS ტოკენი და mask ტოკენი, როგორც წეღან აღწერეთ, ისე არის აქაც გაკეთებული. და ეს ახლა ტოკენიზაცია ჩვეულებრივ როგორც მუშაობს, ჩვეულებრივ საკითხა ტოკენიზაცია, აგერ გავუშვი მაგალითად და აი გამარჯვებაზე არ არის დატრენინგებული და unknown ტოკენი გვანახა. ზე embeddings, მაგახე ზე ასე დიდი ასოწერია, მაგრამ პატარაში გადაიყვანა, თუ ეს პრენორმალიზაცია და პრეტოკენაიზერებიც არის, რა შენი ჩაშენებული ესე ჯერ რადგან uncased არის, ჯერ ადგება და გადაიყვანს, uncased ან case მოაშორებს და მერე გადაიყვანს რაღაცებს. Embeddings, ნახე ეს რო არის, რომ მრავლობითის ნიშანი არის, ეს კარგად ასე ჩანს. არ contextual, იმიტომ კონტექსტი არის საკეუო, contextualized, ხო? მაგალითად ესე არის რა. კიდე გაქვს მაგალითად უფრო მეტი პარამეტრი. ტოკენიზაციაში შეიძლება ბევრი რაღაც გადაცე. მაგალითად შეგიძლია გადაცე, რომ დაამატოს თუ არა special ტოკენები. ეს ყოველთვის default-ად true არის და ეგრეც უნდა იყოს, ეხლა რომ CLS-ს სეპარატორი დაამატო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ გინდა რომ დაამატო არაფერი. Max length-ი არის, რომ sequence length-ის მაქსიმუმს აკეთებს, მერე მოჭრი პროსტა რა. ანუ ფაქტობრივად ეს არის truncation-ის ამბავი. Padding-ი არის, რომ ამას ამბობენ padding-ის ვარიანტი არსებობს, მაგრამ pad short sequence to max length. ანუ უბრალოდ max length არის 32, ხო?
და 32-მდე მაგალითად რაც არის მინდა, რომ 32-მდე დააპატინგე. რომ ვიღაც თუ არის 12 ტოკენით წარმოდგენილი წინადადებაში ამ ბატში, ეგ ყველა აიყვანა 32-მდე, რომ ესე წავიდეს რა. გაქვს ასევე რაღაც ეთეშერ მასკი გინდა თუ არა, ეს ეთეშერ მასკი არის რომლები იყო დამასკული რა. ხო. token type ID-ს ესეც დავუკიდოთ, ტეზორები ხო, ტაპაიდერ ტეზორში მოგცეს თუ NumPy-ში თუ რაში მოგცეს. და მაგით ახლა ვიღოთ რაღაც სხვადასხვანაირი მაგალითი რა. ეხლა როცა ჩვენ ვაზრდობთ ჩვეულებრივ წინადებას, რომ tokenize BERT-ის powerful language model მაგალითად საბოლოო ჯამში მოგცა აი ასეთი რაღაცა. ეს 0 არის padding-ისგან გამოწვეული. ეს 101 არის როგორც წეგან თქვით CLS. ამ საბოლოო ჯამში გამოვიდა CLS BERT is powerful language model separator. ახლა separator. თუნდაც ჩვენ კი გვაქვს BERT 1 სიტყვა is 2 3 4 5 6, მაგრამ ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 ჩაიშალა და იმიტომ რომ ეს BERT აქ თუ ნახეთ, ხო? ეს რო თქვათ ახლა აქ რო დავად tokenize-იროთ, ხო? თქვათ რომ შევხედოთ აქ. მაგრამ ეს იგივეში, მაგრამ ხო, კაი. თქვათ ავარეს ახლა გაეშვება. კაი, დავიკიდოთ, მაგრამ ნუ რაც მოხდება არის, რომ ამას ჩაშლის უფრო მეტ სიტყვა ვიდრე ერთ შეხედვით ჩანს რა. ანუ 5 სიტყვა იყო და აქ 8 ტოკენად ჩაშალა. თქვათ რაღაცა, ეხლა შეგვიძლია რომ რაღაც special ტოკენები გამოვაკლო და თქვათ თუ special ტოკენების გარეშე იქნება, просто allow BERT-ს გააკეთებს, მაგრამ როცა თუ special ტოკენებით არის, ნახე 5-ია, იმიტომ რომ sums plus separator და CLS-ი. ვიღა truncation-ი რა, truncation როცა გრძელი არის, მაგალითად ეხლა როცა გაგრძელი და 100 სიტყვიანი რაღაც ეს გავამრავლე 10 სიტყვიანი და გავამრავლე 100 რა. და ეს პირველი არის 10, ეს არის გამეორებული. შენ შეგიძლია რომ უთხრა რომ truncation false-ი და ადგება და ესე აი გაგიმეორებს რა, ამას გაგიკეთებს რა. ხო, truncation, ხო, without truncation ესე გრძელდება რა. 102-ია. რატო არის 102? იმიტომ რომ 10-იც არის წინადება, 10 ტოკენი გამოვიდა, ეგრე გამოიწვია თითოს ტოკენია, ეგრე გამოვიდა 10-ში 10 და პირველ დასაწყისში არის CLS-ი, ბოლოში არის separator-ი. ამიტომაც გამოვიდა 102. Truncation-ში შეუბრები 20 მაგალითად, ხო? გამოგივიდა 18 სიტყვა. იმიტომ რომ პირველ და ბოლო არის ისინი, პირველ და ბოლო გამოვიდა CLS-ი და separator და შუაში 18 სიტყვა გამოვიდა. Padding-ის თელი მუღამი როგორც გითხარით უკვე არის რომ შენი მიზანი მოკლედ არის რომ ბატში რო გამოგივიდეს, ბატშინგი და სხვა საწინადებაზე ვერ გამოგივა რა, ზოგი აგაჩერდება და იქ ხო თუნდაც მატრიცებად უნდა შეუშვა და ყველას უშვებ იქამდე რა, რაღაც ლენქსამდე. და თქვა max length-ი გამოვიდა რაღაც წინადებების რო გატესტო, მაგალითად padding-ის გარეშე გააგზავნება high მაგალითად და padding-ით max token-ამდე პროსტად გება და ბოლოში უმატებს padding-ებს. ხო, და ეგ შეთვის დიდად არაფერს არ ცვლის generation-ში. აბა მოდი ყიფშო, აბა შენ თუ მეტყვი მაგალითად ისევ padding-ს რო ამატებ. საბოლოო embedding-ები გეცვლება თუ არ გეცვლება? Embedding-ები არ იცვლება, რადგან embedding-ის layers აქვს სპეციალური არგუმენტი padding IDX-ი და მაგას როცა მივუმატებთ, უბრალოდ აიგნორებს და gradient-ი არ ეწოდება padding token-ის embedding-ებს. კი ბატონო, მეორე კითხვა არის, რომ უშუალოდ მე რო დავამატო, თქვათ, 10 ცალი padding-ი მაქვს, 11, 1 თუ 0, high embedding-ი შემეცვლება თუ არ შემეცვლება? არ შეგვეცვლება, მაგრამ თუ high-ის მარცხნივ არის padding-ები, შეიცვლება პოზიციური embedding-ის გამო. კი ბატონო, სწორია. კი ბატონო, კარგი. ხო, და ხო, ეს არის batch encoding-ის თელემუღამი არის, აქ padding თქვათ, როცა batch-ს აკეთებ, მაშინ აკეთებ, თქვათ padding longest-ით, რომ ამობრო ამ batch-ში, რომელსაც ახლა მე შევუშვებ, ნახე, ტექსტი არ არის აუცილებელი, რომ ერთი სიტყვა იყოს, შეიძლება ეს მასივი იყოს რა. რომ აქედან რომელიც გრძელია, იქამდე დააპადინგე. და გაქვს რომ მაგალითად ახლა ეს არის რაღაც 12 ტოკენიანი გამოვიდა.
და ყველა დაპადინგდება 12-მდე. ეს რომელიც ჩვეულებრივი იყო, აკეთდება ჩვეულებრივად, რომელსაც დაემატა აგერ და გემატა და ნახე აქ თან ესეც გაქვს, ნახე მასკებიც გაქვს აქ, რომლებს მოედო ზემოდან პადინგი, ხო? რომ მე ესენი აიღო და ესენი ამაზე არ გაასაშუალო და ესენი არ გამოიყენო უშუალოდ, როცა თქვა ტოკენების გასაშუალება მოგინდება რა, ეს ტოკენებიც აქ მოყვება და ამაზე ეს მასკებიც გადაედება და შენ ემბედინგში ეთენშენებიც არ იმუშავებს რა. ანუ პასუხი არის რომ ეს რო გაქვს შენახული რომელია პადინგები. ეგ სანამ შენ ეთენშენს დაითვლი, ამის ხედავ გადაედება და ისინი ეთენშენში მონაწილეობას არ მიიღებენ, ასე ვთქვათ რა. მხოლოდ მანამდე იქნება და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ თქვი, მარცხი რო იყო ყიფშო, რა თქმა უნდა, მაგრამ პადინგი ყოველთვის მარჯვნივ კეთდება რა. კი ბატონო, აქ ხა სხვა ფორმატი ახლა ამათ მნიშვნელობა არ აქვს. ეს ეგა რაც ვთქვით, ხო, ეთენშენ მასკები, ხო? რო რაღაცები პადინგები რაც გაქვს, ეგენი რომ ნულები გაქვს, რომ საბოლოო ჯამში მე მაგას რო გადაატარებ, ეგენი მაგათმა არ მიიღოს მონაწილეობა. CL-ში გაქვს სეგმენტიც, ხო, მაგალითად, როცა აკეთებ, მანდ შენ სეგმენტსაც ითვალისწინებ, რომელ წინდება შეინახე, სეპარატორი აქ რომ მორჩი და აქ რომ გააგრძელე, ხო? აქ ამატებ, რომელ სეგმენტს ეკუთვნოდა ეს ყველაფერი. ეხლა მოდი ბერტის აუთპუტი ვნახოთ, როგორ გამოიყოფა. ჯერ ევალში უნდა გადავიყვანოთ, რომ რაღაცა ეს თავისი დროპაუთები და layer normalization და რაღაცები გაითიშოს. და გადავიდეს eval mode-ში, no-grade-ით გამოვთვალ და ეხლა ნახეთ როგორ გამოიყურება რა. როგორ რას პიტა, ხო, აუთპუტების საცაკევ პრინტავ. ანუ საბოლოო ჯამში რაც არის რომ შენ გაქვს torch-ის shape 1-9-ზე, იმიტომ რომ 9 შევიდა და 9 цали output-ი გაქვს და 1 цали batch-ი ქონდა, ამიტომაც 1 არის. ეს tokenizer-ის რა. და გაქვს აცა 9 როგორც ვთქვით. output-ს აქვს ორი რაღაცა, last hidden state და fuller output-ი. last hidden state არის ბოლოში ამოსული ისა რა, embedding-ის მატრიცა, რასაც ბოლოში მიიღებ. და ამის shape არის 1.9.768-ზე. 1 არის batch size-ის, 9 არის sequence length-ი, აქ 9 მაქედან არის. იმის გამო რომ შეიძლება შენ 7 სიტყვიანი 7 და 6 სიტყვიანი გაქვს, მაგრამ წერტილიც არ კი არის, ხო? ანუ 7 ტოკენიანი ის გაქვს, ბერტი თავისთავად თავში და ბოლოში CLS და სეპარატორს უმატებს. ამიტომ და 768 არის უშუალოდ embedding-ის გაზომილება. ამიტომაც გამოგივიდა. და fuller output-ი არის რომ უკვე თუ გაასაშუალო და ყველა ეგ არის 1.768-ზე, იმიტომ რომ ეს 9-ის გასაშუალოებული არის. უბრალოდ ანუ ეს გასაშუალებელი მოდი შემეშლა CLS-ის ტოკენი არის ეს უშუალოდ რა. ეს არის CLS-ის ტოკენი fuller output-ი, ხო? თუ გინდა რომ უშუალოდ ეს აიღო, ამას იღებ, თუ არა და შეიძლება last hidden output-ი და last hidden state-დან ამოიღო ეს გასაშუალოება. და ხო, გაქვს CLS-ი, შეგიძლია რომ ამოიღოთ მაგალითად ესე, ხო? ეს არის CLS-ი როგორც ვთქვით, ხო? ანუ ყველა batch-დან ამოიღეს მენულე ტოკენი, რომელიც არის CLS და მე მაგისი ყველა embedding-ის shape-ი, ყველა embedding-ი მინდა, ხო? და ეს არის CLS-ი. გაქვს min pooling-ის ვარიანტი, რომელსაც ყველა არაპადინგებს, ანუ წეღა რო ვახსენეთ აქ, ხო? მასკი, ეთენშენ მასკი, ხო? ამას გადავატარებთ ზემოდან და მაგის მიხედვით ამოვიღებთ მხოლოდ იმას, რომელსაც ერთიანები უწერია, მაგათ ამოვიღებთ. სად ვართ? ხო, აქ ვართ. მაგათ ამოვიღებთ და მაგათ გავასაშუალებთ. ეს არის set-s embedding და similarity task-ებში კარგად არის. როცა გინდა ეს არის რომ ელემენტი არის, ანუ თითოეულ, ანუ თუ გაქვს 768 განზომილება, თითოეულში მაქსიმუმს ამოიღებს და აი რაღაცა ძალიან კაფიო keyword based, ანუ ზოგჯერ ამისაც ღირს, მაგრამ ნაკლებად არის ხოლმე რომ ეს მაქსიმუმი უკეთესი არის. კი ბატონო, ეხლა როგორ ხდება pooling-ი მაგალითად რა? ნახე. ამოვიღეთ output-ები, რომელიც არის 1 sequence-ი 768. ამოვიღეთ mask-ი, რომელიც არის 1 sequence-ი, ხო? რომელიც არის 1-ები და 0-ები. CLS pooling-ი არის რომ პირდაპირ როგორც ეხლა თქვით, ხო? hidden-დან ამოვიღეთ ყველა batch-ი, მენულე ინდექსი, იმიტომ რომ CLS-ი მენულია და ყველა embedding. ეხლა რას ვაკეთებ? ჯერ ვაკეთებთ unsqueeze რომ ესე გავხადოთ 1 sequence-ი 1, იმიტომ რომ მაგარ იმუშაოს. მე რასაც ვიდავთ არის რომ ამას გადავამრავლებთ ამაზე. ანუ მხოლოდ იმად დავტოვებთ, მოკლედ რა.
hidden-ებში, ანუ რომლებსაც ნულები აქვს, ხო და მაგას რო გადაამრავლებ და მაგაზე აჯამავ და მე მაგ აჯამულის იმას აიღებ, ხო? მაგით მხოლოდ იმად გაასაშუალებ, ვისაც ერთიანები ეწერათ, ხო? ამიტომაც აქ ამრავლებ. Masking-იც მაგითო ქვია. Max pooling-ის შემთხვევაში რაც საკეთებ არის, რომ ამას კლონავ, mask-ი უდრის 0-ში წერ რაღაც მინუსასრულობას, ანუ იმ რაღაცა padding-ებში უწერ მინუსასრულობა, ძალიან პატარა რიცხვს და მე მაქედან პროსტა მაქსიმუმს იღებ თითოეული პოზიციისთვის და საბოლოო ჯამში იღებ 1/760 განყოფილებას. ესე გაზომილების ვექტორს. ხო, ეხლა და დანარჩენი ხარავ ესენი ერთგივე ნახდად არ არის, ხო? სამივე სხვა სერიასთან აიღებ მინი ვექტორს აიღებ თუ მაქს ვექტორს აიღებ, სამივე სხვა ვექტორი იქნება. რომელი ჯობია? აი სიტუაციას გააჩნია რა. ხო, ეს დისციპლინებრივი სხვა ტრენინგები ხე დისციპლინები რა არის დავიკიდოთ რა, პროცესუალობრივი ბერტი არის დისციპლინირებული. და გვაქვს ეს IMDb-ის დატასეტი. IMDb-ის დატასეტია, რომელიც არის ეს რივიუები და გაქვს პოზიტივ, ნეგატივ სიტუაციები. გვაქვს просто data training set და test set დავყავით, მეტი არაფერი ისეთი, როგორ გამოიყურება რაღაც ფილმებზე რა, გრძელი ტექსტებია ფილმებზე, ეს მომეწონა, არ მომეწონა და პოზიტივ ნეგატიურები გაქვს. ქმნით dataset-ის class, რომელსაც ექნება get item-ი, რომელიც არის tokenizer. Tokenizer როგორც ეს ვწერთ ხოლმე get item-ში. რო dataset-ის class-ის get item-ში ვწერთ, რომ ეს არის ესეთი ნაწილი, რომ შენ tokenizer უნდა გააკეთო და დაუბრუნო და უბრუნებ რა input ID-ს. Ether masks უბრუნებ და label-ებს უბრუნებ, იმიტომ რომ ხო, იმშნაური რომ მაგაზე Y-ები გქონდეს, ხო? და მე მაგაზე loaders ქმნი, loader-ში წერამ ყველაფერს. და ნუ ესეც აქ ტრანსფორმერს აქვს თავისი, რომელსაც არის discrete კლასიფიკაციისთვის, მაგრამ ანალოგიურად შეგეძლო რომ პროცესს შენ გააკეთო ზემოდან დააშენო layer არ არის აუცილებელი. Jump-ში არის 66 მილიონი. As classifiers აქვს pre-classifier 550 და classifier უშუალოდ არის bol layer არის უშუალოდ რაღაცა მილიონი ეს CLS-ს აკეთებს ოღონდ რა 1.500.000-იანი რა. და პროსტა ხა ტრენინგის მუღამი არაფერი გასაკუთრებული for loop-ი გაქვს ერთცალი ეპოქის ტრენინგის გაქვს for loop-ი ამოიღებ ყველაფერს გაანულებ gradients optimizer-ში models გაატან ამ ყველა ინფორმაციას ამის output-ს აქვს თავისი loss-იც თვითონ ჩაშენებული მოდელი ეგეთ შენ აღარ გიწევს რა model predict და რაღაცეები რა ანუ თვითონ ეს ამ models შიგნით თუ აქვს ჩაშენებული და model logic-იც გაქვს loss backwards გააკეთებ gradient normalizatsiას გააკეთებ რომ არ კონდეს რაღაცა gradient explosion-ი optimizer-საც გაუკეთებ steps, scheduler-საც გაუკეთებ steps, scheduler-ი გახსოვთ ხო, ეს არის linear scheduler-ი ამ თვალში, რომ შენ ის დაიკლოს, შენმა learning rate-მა დრო და დრო, რაც მეტი ეპოქა გავა, რომ ბოლოში უფრო და უფრო ნელა გინდა სიარული და თავიდან გინდა რომ ბერდებილობას გადაახტე, რომ კარგ გზაზე დადგე. და ხო, ბოლოში მე რაღაც accuracy-ს ითვლი და ასევე გაქვს evaluation, როცა გაქვს ჩუროთ model level-ი, ასე კეთებ ამ რაღაცებს, output-ს აკეთებ. Loss-ი არ მაქსიმუმად ყველაფერს აკეთებ რა. და ტრენინგ loss-ი ესე მცირდებოდა და ტრენინგ accuracy და validation accuracy ესე იზრდებოდა ტრენინგიდან იქამდე. კი ბატონო და ხო თქვა თავის რომ ეხლა და რა ვარიანტები გაქვს რომ გააკეთო რა შეიძლება გაფრიზო ლეიერები მაგას რო ადგები ამას რო აიღებ ხო ნახე გადაუდგე და ყველას გაუკეთო requires grad უდრის false ანუ პარამეტრებს გადაუყვე ამ მოდელში და requires grad უდრის false-ი დაუწერო და ანუ საბოლოო ჯამში გამოდის რომ ანუ შენ იმას მხოლოდ trainable პარამეტრი აქვს ეს ზემოდან დაშენებული პარამეტრი რომელიც არის 592.000 პარამეტრი 66 მილიონიდან და ხო აქ შეიძლება ამას დაუშენო ზემოდან custom classification head-ი რომ აგერ რაღაცა sequential layer-ი არის distributed არის ამისი საწყისი და sequential layer-ი გაქვს რომ გაქვს dropout-ი linear-ი relu dropout-ი linear-ი მაგალითად და ორ linear-ი არის ისე გაქვს რა და pooling-ის სხვადასხვა მექანიზმი გაქვს რა შეიძლება რომ გააკეთო CLS-ი თუ გაქვს მაშინ hidden states აიღებ და აქედან გააკეთებ თუ mini გაქვს ასე გააკეთებ თუ max pooling გაქვს ესე გააკეთებ სიტყვაზე და forward-ი ესე გამოიყურება რომ რომელი pooling-ის ლოგიკაც
რომელი ფულინგის ლოგიკითაც შექმენი ინიციალიზაციის დროს, min ფულინგით CLS-ით თუ რაღაცით, მაგით შექმნა და მაგისი ფული გაიხსნება, რაც მოხდება, რომ Distilbert-ში გატარდება. მერე ეს hidden layer-ი შევა full layer-ში, ეს არის full layer-ი. და full layer-იდან გადავა იმაში, ჩვეულებრივად შენ classifier-ში და classifier უკვე logit-ებს დაგიბრუნებს. და classifier-ი შენ ისე გაქვს შექმნილი, რომ იწყებს 760-დან, ხო? ამიტომაც აქაც ისე არის. აქაც ისე ხდება ეს ყველაფერი, რომ full layer-ი 760-ს გიბრუნებს. და საბოლოო ჯამში ქმნი ამ classifier-ს და ატრენინგებ. ხო. შეიძლება ეს ჩაანაცვლო მაგალითად მინის მაგირად ჩასვა CLS-ი ანალოგიურად იმუშავებს. მე თქვენს რომ კოდს დაწერთ ხოლმე, გირჩევთ რომ ესეთი რაღაც გააკეთოთ ხოლმე, რომ მარტივად გააკეთოთ ექსპერიმენტები, რომ იმიტომ არ არსებობს რაღაც კონკრეტული და შეიძლება რაღაც ცვლილება მოგცეთ, რაღაცა 3%-იანი accuracy ცვლილება შეიძლება ამან მოგცეთ. და inference-ის დროს მარტივია, ხო? მოდელ ევალი tokenization-ში შეუშვათ ამ ყველაფერს, точно უგრადით გავუშვებ ამ ყველაფერს. გამოთვლი prediction ყველაფერს რაღაცას ასე იზრდა და საბოლოო ჯამში იტყვი შენ პასუხს. მაგალითად, ეხლა ამ შემთხვევაში ყველაფერი this movie was absolutely fantastic რაღაცა და მაღალი ალბათობით თქვა პოზიტივი, terrible film, boring plot, blah 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 ნეგატივი და ასე და გასაშემდეგ. კარგი, გვაქვს რამე კითხვა? იმიტომ რომ მე მაქვს რაღაც კითხვები და სამ თქვენ დამისვათ, სამ მე დაგისვათ, მე მგონი რომ თქვენ გამცეთ პასუხი. შეიძლება ხო ვთქვი პირიქით თქვი, მაგრამ როგორც არის. კაი, მე დაგისვათ მაშინ ეგეთ კითხვას. ეს არის უფრო წინა ლექციის კითხვა რა. წინა ლექციას დაკავშირებული. ეგეთი რაღაცა გითხარით მე, რომ მეთქი და ყიფშოს საკითხვას დაუსვი რა, რომ შენ რო ამატებ ამ პადინგებს თქო. წესით ემბედინგები ხო გეცვლება თქო. და პასუხი მითხრა ყიფშომ რომ არაო, არ გეცვლებაო, მაგრამ მაგის პასუხი რატო არ გეცვლება? არის ამ მასკში. რომ ამ ჩვენ მასკს ზემოდან ეთეშენ მასკს ვიყენებთ. მინდა ვინმე გამცეთ პასუხი, თუ ეს მასკი არ გამოვიყენებთ, რატომ შეიძლება ემბედინგი? რა ეთეშენი, ანუ ზოგადად თქვა, ანუ მე რო ავიღო ერთი წინადადება, სადაც მაქვს პადინგი არ მაქვს და მეორე წინადადება, სადაც პადინგი მაქვს. და არაფერი ზემოდან არაფერი არ შევცვალე. მარტო შუალოდ არის ეთეშე მასკი არ გქონდა. კითხვა არის, მექნება თუ არა სხვადასხვა ემბედინგი და რატო? სხვადასხვა ემბედინგი, სხვადასხვა აუთპუტები იქნება თუ არა ამ წინადადებებისთვის რა. არავის არ გინდათ პასუხის გაცემა, თუნდაც ერთად ვიფიქროთ. სანდრო, საბა, ბეკა, ანდრია. გიორგი, შენ ხარ გინდა პასუხის გაცემა? ამ მსჯელობა ერთად. არ მაქვს პასუხი და ანუ ხო, ერთად ვიმსჯელოთ. კითხვას მივხვდით თან უშუალოდ? დაახლოებით მივხვდი. ან კითხვა არის, რომ პადინგებს რო ამატებთ აგერ წინადადებაში, პადინგებს რო ამატებთ. კი. რომ მქონდეს ეგეთი შემთხვევა. ერთ შემთხვევაში წინადადება არის CLS short, აი ეს არის ერთ წინადადებაში წინადადება ერთ შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში არის ეს წინადადება. მესამეში ეს, მეოთხეში ეს. კითხვა არის, აი ამ სიტყვის ემბედინგი ამ 4 სიტუაციაში ერთ და იგივე იქნება თუ სხვადასხვა იქნება? ერთ და იგივე იქნება, ანუ იმიტომ რომ ეგ padding-ის ემბედინგები ცალკე იქნება და სიტყვა short-ის ემბედინგები ცალკე. გესმით ხო? მე ვარ გაჭედილი წესით, ხო, დავბრუნდი?
კი. აუგუნდი? სამტენი შევაერთე და უცებ გამოშტერდა. და რატო იქნება, ანუ სხვადასხვა ის რას ნიშნავს, გიორგი? სხვადასხვანაირად ითვლება რას ნიშნავს? ანუ padding-ის ანუ embedding-ი short-ის embedding-ზე არა, ანუ სიტყვა short-ზე არა დამოკიდებული თავიდან რომ ვიტყვით embedding-ს, ანუ attention-ის შემდეგ კი, ანუ წესით შეიძლება attention-ი ხო სხვადასხვა ექნებათ. კი. ხო, attention-ი ხო სხვადასხვა ექნებათ. ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა ის არის, ხო? ცალ-ცალ სხვადასხვა attention-ი ექნებათ, ანუ ყველა გადამრავლობაში მიიღება მონაწილეობას. და რაც ხდება არის რომ სპეციალად იმასკება. ანუ ყველა padding-ი რაღაცის მაჟნი იმასკება. ამიტომაც ისინი softmax-ში რომ მოხდებიან, 0 ექნებათ მაგას. გახსოვს როგორ არის? და ეგენი მონაწილეობას ვაფშე არ მიიღებენ attention-ში. ეხლა მივხვდი კითხვა კი. ეგ რადგან ის ჩვენ მაგას ეგ იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ბეჭში ვერ შეუშვებდი წინადებას, თორემ ბეჭში თუ შეუშვებდი წინადებას, რომელ ბეჭში აღმოჩნდებოდა, იმის მიხედვით სხვადასხვა გამოვიდოდა. ეგ ხო ძალიან არადეტერმინისტულია, ძალიან არადეტერმინისტულია რა. კი. ხო. და მაგიდან გამომდინარე, ვამატებთ ამ attention masks, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რომ ეგ ყველაფერი padding-ები დაიმასკება. როგორც არის მაგალითად decoder attention layer-ი. ნახე, decoder-ში გაქვს decoder-ში გაქვს სხვანაირი attention. სად არის? რომელსაც ქვია, რომ ახლა აქ აქვს სხვანაირი attention-ი. Masked multi-head attention, ნახე? Masked multi-head attention. და კი, პროფესიონალურად მაგად გამოჩნდეს. აი ხო, ანუ ეგ სამკუთხედის ფორმა რომ მან ეგ მე როგორც მივხვდი, მაგაზე ვკითხულობდი, ეგ უბრალოდ პირველ ანუ მოდელს რო ვთვნით, პირველ ტოკენმა რომ წინა შემდეგი ტოკენებისგან რომ არ წაიკითხოს რაღაც, ან მოდელმა რომ არ იჩეთეროს მოკლედ დროს ვთქვათ, ანუ მაგისთვისაა რომ მაგებს მინუს თვალაობას ვანიჭებთ, რომ softmax-ში 0 მიენიჭოს. ზუსტად და იგივე საკეთება აქაც ჩათვალე. კი. აქაც საკეთებ იგივეს, რომ იმათმა არ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ იმათ არაფერი წონა არ უნდა ქონდეთ, ხვდები? კი. ხო, ოღონდ იმ შემთხვევაში ნახე ესეთი ფორმა კი არ ექნება, აი ასეთი ფორმა ექნება. ანუ რაღაც, ანუ აი თქვათ აქ თუ არის padding-ი და აქ არის padding-ი, ხო? აი ესეთი ფორმა ექნება, აი ეს იქნება შავი, მიხვდი? კი. ყველა სიტყვასთან იქნება, მაგრამ ამათ არ ექნებათ ერთმანეთში ისა რა. ამათ არ ექნებათ ერთმანეთში attention. ამიტომ ეს row და ეს column-ი მთლიანად გაშავდება. ანუ ეგ არის პრინციპი ამ attention mask-ის, რომ სხვა შემთხვევაში padding-ს რო დაუმატებდი, გამოგივდოდა საერთოდ სხვადასხვა embedding-ი. იქიდან გამომდინარე, რამდენი padding-ი დაემატებოდა. ოკეი. შვენიერი. აი, მოდი მაშინ ახლა ეს იმპლემენტაციაც ვნახოთ. 1 0-დან ბეტის დატრენინგების 0-დან ატყობის და მე შეგვიძლია დღეს მოვშით მაგით ლექციას. ესე იგი, აქ პროსტა დატის შეგროვება არის, პროსტა წინადადების აგროვებ და ID-ებს ინახავ, ეს არაფერი და გვაქვს წინადადების წყვილებს აკეთებ იმისთვის, რა next sentence prediction-ისთვის. ეს WordPress tokenizers ატრენინგებს აქ. რაც clean text-ი კი true, Chinese-ები დაიკიდე, lower case-ი true და ასე შემდეგ. ხოდა რა შევთ, ხოდა კარგი vocab size-ზე უბრები min frequency-ს რომ რამდენჯერ შეხვდეს minimum token-ი რომ მაგას დაარქვა vocab-ში შეინახო. ეგ არის. ოდეში? ხო. ხო აქ რაღაც ალფაბეტის შემცირება, სპეციალური ტოკენები, რომელი გინდა რომ კონდეს და ასე შემდეგ ისე ტრენინგდება რა. აქ არის კიდე პრეტრენინგის პროცესინგი, პრეპროცესინგის დროს რა ხდება ახლა რა. ბერტის დატასეტი ნახე როგორ რთულად გამოიყურება, ნახეთ. შენ გაქვს ეგეთი წინადადება get sentences, ნახე. ქვემოთ გაქვს get sentence, რომელიც არის get corpus line, რომელიც არის იღებ წინადადებებს, ნახე.
და არანდომებ. ხან არის რომ T1 და T2 არის ერთად წინადადებაში და არის რომ პასუხი ერთ, ეს არის next sentence prediction-ისთვის რა. ეს არის ერთი და მეორე თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ არის T1, კიდე ახალ წინადებას აბრუნებ და 0. ესეც get random line-იც გაქვს რა. აქედან get random lines იღებ აქედან. და ამაზე პასუხი 0 არის. ესე აი ამით შენ იღებ sentence-ებს, ნახე, აქ პირველი წევრო T1, T2 is next label. მეორე არის რომ ამ წინადადებებში დამასკო. ამიტომაც აქ random word-ი წინადადებები გადაეცემა, ტოკენები წინადადებები და ტოკენების sequence-ები გადაეცემა და უნდა დაგიმნოს random index-ები რა. ეხლა ეს აქ როგორ არის, ნახე? ჯერ გადაუყვები ტოკენებს, არანდომებ და 15 შემთხვევაში თუ არის და მე ამციებ, რა თქმა უნდა, შემდეგზე რომ 15% ხო, ლოგიკურად. და ეხლა ნახე რას აკეთებ. ამ 15%-დან 80% შემთხვევაში ანაცვლებ მასკით, ნახე, output append mask token. 9.9 შემთხვევაში, ხო, ანუ 10 შემდეგ 10 შემთხვევაში, ხო, შემდეგ 10 შემთხვევაში, რაც აკეთებ არის, რომ ამატებ random სიტყვას ამატებ, ამ vocab-ი და random სიტყვას ირჩევ. 10% შემთხვევაში საკუთარ თავს ამატებ. ხო. და label-ებშიც ამატებ ნაღდს. label-ებში ყოველთვის ნაღდს ამატებ რა. ნახე, აქ შეიძლება append-ში ხან vocab-ის mask-ის ინდექსი ჩაამატო, ხან random სიტყვის ინდექსი ჩაამატო, ხან თორ საკუთარ თავს, მაგრამ სწორი პასუხი ყოველთვის ეს არის. და თუ არ დარანდომდა, ანუ ამ სიტყვაზე არ მოუწია რა, ეს დარანდომება. მაგ შემთხვევაში დგები და ამატებ ჩოლებრივად საკუთარ იმას რა. output tokens ამატებს და output label-ებში ამატებ 0-ს, თუ ამას არაფერი არ აქვს რა. არ ჭირდება არაფერი. კი ბატონო. მე ამას აფლატენებ, პროსტა რომ C-ად გადააქციო, იმიტომ რომ რაღაცას და ასე და მე ამას აბრუნებ. ანუ output და output label-ებს აბრუნებ. გამოგივიდა წინადებები და ამის მიხედვით ხარ რას აკეთებ? ეხლა დგები, წინ უწერ CLS tokens, მერე უწევ პირველ წინადებას ამ, ნახე, პირველ წინადებას ასე აკეთებ. პირველ წინადებას უკეთებ, რომ წინ უკეთებ CLS tokens, მერე საკუთარად და მერე სეპარატორი და მეორე წინადებას წინ სეპარატორს CLS არ უწერ, ხო? პროსტა საკუთარ თავი და ბოლოში სეპარატორი. პირველის პასუხი არის პირველის label-ი არის padding-ი, პასუხი padding-ი და ეს რატო არის? არ ვიცი ასე. მეცე T1 label-ი რატო არის padding-ი, პასუხი padding-ი? Adding path token for labels. Why add path token to labels in BERT? რატო უნდა ვერ გავიგე? რაღაცა გამომჩა. All token level path named recognition and part of which done to ensure that labels has match the exact lengths. Okay, გავიგე. რო პროსტა გავიგე, ბაზარი არ არის, მივხვდი ხო? ანუ იგივე ის რო კონდეს რა, shape-ი რო კონდეს იგივე, რო ჭკვიანურად რო მივხვდე, როდის არის, ხო, გავიგე. ანუ, ხო, გავიგე. იმით აკეთებ რა. აბალანსებ რომ ზომები ერთ და იგივე იყოს, რომ ყოველთვის პრობლემა არ ქონდეს მაგაზე, რომ ხო, ბეჭდვის არ ქონდეს პრობლემა. მეორე წინადადებასაც ანალოგიურად აკეთებ ეგრე. და ხა საბოლოო ჯამში ხა segment label-ებს ვქნებ, ერთიანი არის პირველისთვის, ორიანი არის მეორესთვის. პირველი BERT-ის input-ი არის პირველის და მეორის გაერთიანება, ოღონდ sequence length-ზე მოჭრილი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა 15000-იანი token length-ი კონტექსტში თუ გამოგივიდეს, ეგ არ შეიძლება. BERT label-ების ანალოგიურად padding-ს ამატებ maximum sequence length-სა და BERT input შორის, რომ ყოველთვის კონდეს ერთ და იგივე ზომის, ტრენინგისას რომ ბეჩები გამოგივიდეს. კი ბატონო. ხო, ახეს დამეჭირე რაღაცას. Yes, ხო და რასაუბრები ვერ და ხო, პრინციპში გარდა საბოლოო ჯამში მე რამას უკვე აბრუნებ ყველაფერს, პადინგებიან ყველაფრიანად. BERT input-ი, BERT label-ი, segment label-ი, რო იცოდეს რომელი წედება რომელია, is next-ი.
ეს არის უშუალოდ დატასეტის მომზადება. შემდეგი ნაწილი დატასეტ მე data loaders ვქნით თავისთავად. და ეხლა positional encoding ეს არის positional embedding-ების დამატება, ხო? ეს არის ის sinus და cosinus-ის ფორმულა, რაც არის original BERT-ის original იმაში. Original transformer-ის იმაში paper-ში. მერე გაქვს BERT embedding-ი, რომელიც არის prosta embedding layer-ი, lookup size და embed size-ი ლოგიკურად, ხო? torch embedding-ი გაქვს segment-ი, რომელიც არის, ხო, 3 და გაქვს embed size-ი, რომ დავუმატო ამას იმის მიხედვით, რომელი segment-ია, ხო, პირველი თუ მეორე არის. გაქვს positional encoding-ი, რაც embedding-ი რაც შევქმენით და dropout-ი. და forward-ი ამ embedding-ის არის, რომ ესე იგი token sequence იღებ, დავუმატებ positions, უმატებ segments, dropout-ში ატარებ. მე უშუალოდ BERT-ში წერ ამას, ესეც ჩვეულებრივად რაღაცას გააჩნდათ კოდი ხან, მაგრამ დღევანდელი ლექციის თემა არ არის, მაგრამ ჩვეულებრივია, ხო? რაც attention-ი გაქვს გაკეთებული, გაქვს feed forward-ი და encoder layer-ი არის layer norm-ის და ამ ყველაფრის ნაზავი. და ხო, საბოლოო BERT მოდელი გაქვს ეგეთი, ირჩევ რამდენი, ანუ embedding-ი ზომა რა არის, n layer-ი, რამდენი layer-ი გაქვს, რამდენი head-ი გაქვს. და ამ feed forward-ის ზომა არის ხოლმე როგორც embedding layer-ზე უჩნდეთ დიდი, რომ up და down გააკეთოს, up projection და down projection-ები გააკეთოს. Embedding layer-ი გაქვს, encoder ბლოკები გაქვს და forward-ი არის ჩვეულებრივად როგორც ესე, ხო? ანუ masks აკეთებს self embeddings. ის უნდა ვენახოთ, ხო, იმას უნდა მენახა, ხო, როგორ კეთდება ის forward-ზე padding-ების ნაწილი. Special number to want effect softmax weights. ხო, ეს არის წეღარას ვქვით რა, რომ ისინი არა, მაგრამ ეს სხვა რაღაც არის. მე ვნახოთ, ეგ არ არის აუცილებელი, უცებ გავიაროთ ყველაფერი. და თქვა თუ next sentence prediction-ის მუღამი არის, რომ რაღაც ცალკეა გააქვს რაღაც layer-ი, ჩვეულებრივი. Mask language modeling-ის layer-ი ჩვეულებრივი გაქვს და BERT language modeling-ი გაქვს საბოლოო ჯამში BERT-ი next sentence-ი mask language modeling-ი და forward-ის დროს BERT-ის input-ი გადის next sentence-ში და self mask language model-ში. მერე გაქვს ჩვეულებრივი optimizer-ები, ეს არ არის მნიშვნელოვანი, trainer-ში რა ხდება, ხო? ადამი გვაქვს, scheduler-ი გვაქვს. და რა ხდება ერთ კონკრეტულ მომენტში, ხო? დატა ამოვიღეთ, next sentence output და max language model output-ი გვაქვს. Next sentence-ის loss-ი გვაქვს. ჩვეულებრივი კლასიფიკაციის loss-ი, binary კლასიფიკაცია გვაქვს, ხო? კლასიფიკაციის loss-ი. ნაღდ is next-სა და ჩვენ output შორის ანალოგიურად გვაქვს mask language modeling-ის loss-ი, ანალოგიურად. ამ loss-ებს ჯამავთ და მე ამ ყველაფერზე უკან ვაკეთებთ, ესე იგი gradient 0 gradi, backward-ი და optimize-ს tap and update learning rate. და მე ამაზე უკვე ხმნი და საბოლოო ჯამში ესე გამოიყურება ამდენი აბსტრაქციის მერე BERT datasets ხმნი, data loaders ხმნი, BERT-ს ხმნი, BERT language models ხმნი, მაგის მერე ამ BERT-ით და BERT trainers ხმნი და მე ამაზე ატრენინგი. ხო, ვიცი ძალიან სწრაფად გავიარე, ვიცი ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გავიარე, მაგრამ არ არის ხა აუცილებელი, ანუ ლექციაშივე იყოს ნულიდან აგების მომენტი, მაგრამ ამას ყველაფერს დაგილინკავთ და შეგიძლიათ ეს ყველაფერი წაიკითხოთ. ჩემი რჩევაა, რომ წაიკითხოთ და გაიაზროთ ხაზ-ხაზად ყველაფერი. ხა აუცილებელი არ არის ხა თუ თქვენ დაწერთ, ხო, ვაფშე მაგარი, მაგრამ თქვენ თუ არ დაწერთ, არ არის ეგეთ აუცილებელი. თავარი რომ აი ეს ლოგიკები კარგად გაიაზროთ და იმიტომ რომ როცა გაიაზროთ, მიხვდებით რომ ძალიან ერთმანეთთან დაკავშირებული ერთმანეთთან დაკავშირებული ისინი რა, ნაწილები. ოკეი, რამე კითხვა ხო არ გვაქვს? ხო, გიორგი. ანუ თავიდან ლექციის დასაწყისში ვთქვით, რომ ანუ batch size ვიღებდით ძალიან დიდ, ანუ batch accumulation-ით ვაკეთებდით რაღაც თუ არ მახსოვს 1 მილიონი batch 128,000 128,000 და
ეგ 128,000 ძალიან ბევრი არ არის? ანუ კი, აა არის. მაგრამ ძალიან ბევრი ზედოთ ბევრი არა, ანუ ეგ კითხვა რო გავიაზრო არის რომ შენ მეკითხები რომ ტრენინგი ძალიან ძალიან დიდი ხანი არ დასჭირდება ეგეთი რაღაცის და ტრეინებას? აი ისაც 4 დღეა ტრენინგები. მილიონის თეფი იყო. ანუ ესეთი მოდელები არ ტრენინგდება 2-3 საათში. ამ ტრენინგების მუღამი, როგორც LLM-ები არ ტრენინგდება 2-3 საათში. ამ მოდელების ტრენინგის მუღამი არის, რომ ერთხელ დაატრენინგო დიდი ხანი თუნდაც, კონდეს მაგარი მოდელი და მე ამ მოდელით უკვე გამოიყენო ეს მოდელი უშუალოდ შენთვის სატრენინგო რაღაცა, რომელიც შეიძლება 2 საათში მორჩე. fine tuning-ის და transfer learning-ის თელი მუღამი ხო არა, რომ ეს დატრენინგდება, შეიძლება ერთი თვე ტრენინგდებოდეს, ერთი კვირა, რაღაც ასე შემდეგ და მე ამას უკვე იყენებ შენ, რომ მაგის მუღამია, pre-training-ის მუღამი ზუსტად ეგ არის რა. კარგით. ანუ ამას ამ კითხვას უფრო იმიტომ ვსვა რომ მეც ვატრეინებდი მოდელსა და მე საერთოდ ეგ არ ვიცოდი რომ ეგეთი მაღალი batch size უნდა მეყო და 128 უნდა გიყო არ არის შენ ბერტს სატრენინგებდი გიორგი თუ რა მოდელს სატრენინგებდი ბერტს არა GPT-ს ვატრეინებდი მაგრამ არ მგონია ეგეთი დიდი განსხვავება იყოს ამ აღებულ batch size-ებს შორის 128 და რავი ანუ ხო არა გავიგე, მაგრამ ეს თან ნახე ამას ხო multi GPU-ზე ატრენინგებენ. პარალელურად ბევრი არის, ხა წარმოიდგინე რომ ზოგჯერ ატრენინგებენ ხოლმე 1000-ობით GPU-ზე, თითოეულზე რო არის 128. ხო, ეგ კი ეხსნის რომ ანუ batch size თუ პატარა საიღე, მაშინ ყველა GPU-ს ვერ გამოიყენებ. ხო, და უკეთ ერთი გამბა, მაგრამ იკითხვა რა შეიძლება მეც ხა რო გითხე ხა ბევრი ბერტი დამიტრენინგებია თქო, მაგდენის ან მაგხელ აკუმულაციას ანუ არც გამომიყენებია სიმართლე გითხრა რა. გრადიენტ აკუმულაცია, რაცა დამიტრენინგებია პატარა ბერტი საქართველოს ბანკში რო დავატრენინგეთ მაშინ რაღაცა ჩვეულებრივი 128 batch size გამოვიყენეთ მეტი არაფერი რა. даже 120 არა, გონი მაგდენიც არ ქონდა GPU 32 შეიძლება უფრო პატარაც. ამიტომ ხო ანუ მაგაზე ხა დიდი პროფესიონალი არ ვარ რაღაც კარგი რჩევა მოგცე. რომ გითხრა რაღაც გრადიენტ აკუმულაცია საჭირო არის თუ არა რა. როცა მასე დიდ მოდელებს ატრენინგებ. მაგრამ ხო ანუ მოძიება შეიძლება მოვიძიებ და გეტყვი ხა რო არ დავიწყო სპეკულაცია იმიტომ რომ პასკი მაგაზე არის რომ არ ვიცი მე თუ არ დამიტრენინგებია მაგხელა მოდელები რომ მაგხელა აკუმულაციაზე მაგხელა ისინი გამიკეთებინათ ამიტომ არც მომიძიები ინფორმაცია მოვიძიებ და მოვიწერებ მე კარგით ოკეი კიდე კითხვები ოკეი, შვენიერი. კაი. ეგ არის მაშინ და შევხვდებით ერთმანეთს, ხო, ხვალ გაქვს კიდე ამის გაგრძელება ლექცია თუ ზეგ აღარ მახსოვს და მე შაბათს არის უკვე AI ლიგა. კვირას. მაგაზე მოვიწერებით დეტალებს. კვირას არის ჩვენი AI ლიგა, მოვიწერები. ოკეი, დროებით